მივესალმებით სტუმარს მაყურებელს. მამების დროსთვის კიდევ მორიგი ეპიზოდი იწერება და ძალიან კარგი სტუმარი ყავს როგორც ყოველთვის. კი, გადასარევი სტუმარი საინტერესო თემებით და საინტერესო ამბებით. ანუ იდეა საიდან გაგვიჩნდა, რომ ბატონ თორნიკესთან ჩაგვეწერა ეს ეპიზოდი, რომ დიპლომატია ზოგადად ყველას ესმის, რომ სოფლიოს ქვეყნებს შორის, პოლიტიკოსებს შორის და ამბები უნდა იყოს დიპლომატია, არა და სახში ხო საჭიროა ბატონ თორნიკე დიპლომატია. შვილებთან რას ლაპარაკო. ძალიან. და საჭიროა დიპლომატია რურაგებით. ადამიანს ხა ბავშვი როცა არის რთულია და არწმუნო რომ ჭირდება რაღაც გაკეთება, ხო? და ის რაღაც ეშმაკო უნდა მოიგონო რომ დაარწმუნო რომ საჭიროა მართლა რაღაცა ინტერესი უნდა გაუჩინო, გაუღვიძო რაღაცით, იმიტომ რომ ისე არ დაგიჯერებს. თუ დააძალენ. მარტივი ხერხი არის ცხადი ხა ასე დროს რაღაც სტიმულების ფინანსური სტიმული გაუჩინო მაგალითად ყველაზე მარტივი ხერხია. ჩემ შემთხვევაში ეს მუშაობდა სხვა რაღაცების მუშაობდა. გამიხმარა ისო ჩემ შულს თავიდან მქონდა განვითარებული ძალიან ინტელექტუალური ცნობის მოყვარეობა და მომყვებოდა თითქმის ყველაფერში. და ეხლა ამიტომაც ეხლა ამ ხრივ ძალიან წარმატებულია. სტენფორდში არის სადოქტოროს PhD სტუდენტია. ვარა მაგარია. ძალიან მაგარი. როგორ ვოცნებობ ხოლმე ჩემ შვილებზე რომ შემეძლოს მაგის თქვა რომ ძალიან შეძლებ მე დააცადე დაამთავრე სკოლა. წარმატებული სტუდენტია მეთქი. იმიტომ რომ არ ვიცი, ეგ მაქვს ალბათ ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ოცნება. ალბათ ყველამ შუბლს ეგ გაგვაქცევა რომ ისწავლოს და განათლება მიიღოს ბედნიერი და წარმატებული. თუმცა ერთხელ საკვეთური მითხრა მე რომ ძალიან ბევრს მაჩელენჯებდი ბავშვობაში. იმიტომ რომ იყო სულ დამყავდა ხოლმე. გამოცდა რომ იყო ოლიმპიადა მათემატიკაში, ინგლისურში, თითქმის ყველა ოლიმპიადაზე დამყავდა და რომ აი თავიდანვე მიჩვეოდა ამ კონკურსებს რომ იმიტომ რომ ხა ამერიკაში რო ისწავლო ხოლმე გაიარო ხა სერიოზული კონკურსები გამოსცემი ჩააბარო და მაგრამ მეგონი ხა გამსაყვედურობს რომ გავიდა იმის. ხო არა ეგ ძალიან კარგი რამე უბრალოდ ხშირად მშობლებს გვეშლება ხოლმე ეგეთი რამე რომ ბავშვი რაღაცა კონკურსში რო გადის ვეუბნებთ უნდა მოიგო. და აი ეგ ჩემი აზრით ცოტა სტრესავს ბავშვს განსაკუთრებით სპორტში. მე უნდას არ ვეუბნებოდი. მე ვეუბნებოდი რომ ნუ გეშინია მოიგებ ესე ვეუბნებოდი. ხო აი ეგ კარგი მიდგომაა. ეხლა ხვალ დღეს რო წერთ უკვე ეთერში რო გავა ეს გადაცემა უკვე დასრულებული იქნება ჩემპიონატი. ჩემი გოგო ტაეკვონდოზე დადის და ხვალ აქ პირველი ტურნირი. ნუ ეს კვირა სუმაგაზე ვსაუბრობდით და ერთადერთი რასაც ვეუბნებოდი სიამოვნება მიიღე მონაწილეობით ორ თაბრძოლით. და ის მოგება, წაგება დაივიწყე პირველად გადიხარ და პირველ რიგში უნდა მიიღო სიამოვნება რომ მოგეწონოს. აბა ხა ეგრევე თუ მოთხოვე რაღაც ჩემპიონობა? რა თქმა უნდა. მიშო, მოდი წარვადგინოთ აი სტუმარი. კი ბატონო. ესე იგი ჩვენი სტუმარია ბატონი თორნიკე შარაშენიძე, დიპლომატი, საერთაშორისო ურთიერთობების ლექტორი, მწერალი და ძალიან კარგი მოსაუბრე. კიდევ ერთხელ გამარჯობა. გაგვიქცევა ხოლმე ზოგი. ხო, არა, ისე საინტერესო. მეც გამექცევა ხოლმე, ვიცი ხო. როგორც ლექტორსაც გამექცევა ხოლმე ხშირად სხვა შორის. წარმოვიდგინე ესე რომ დავიწყოთ ხოლმე მოგესალმებით ეთერში რა. ღია ეთერშია. ხო. ცისფერ ეკრანებზე. ოი აბა. ხო. და მეგობრებიც თქვათ აქვე. ვინდჰემ გრანდ თბილისია ამჯერადაც ჩვენი მასპინძელი სტუმრები ჩვენ მოჩვენა ბატონო და ყოველთვის აღნიშნავთ ხოლმე აქაური პერსონალის დამოკიდებულებას. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ღიმილი, სითბო, არ ვიცი, ყურადღება, რაც აქაურობას ნამდვილად არაკლია და მადლობა პირველ რიგში ამის, იმიტომ რომ საკმაოდ რთული გამოცდილება გვაქვს, სულ ცოტა ხნის წინ სასტუმროში სუტალახში გვაგორავა ვიღაცა მენეჯერმა, არ ვიცი რის კაფოთა. დღემდე ვიყავი რატო? და მის ხო. მადლობა ამ არაჩვეულებრივ სასტუმროს, რომელიც თბილისის შუაგულშია, ეროვნული მუზეუმის უკან არაჩვეულებრივ ადგილას და მართლა ყველანაირად კომფორტული გარემოა შეხვედრებისთვის, კონფერენციებისთვის, სემინარებისთვის და უბრალოდ დასასვენებლად. მიშო, ასეთი კითხვა მაქვს შენთან შუა საუკუნეებში თუ ყოფილხარ? კი, როგორ არა, გუშინაც იქ ვიყავი. მაგრამ მიოცნებია რა თქმა უნდა, რომ მენახა იქაური სიტუაცია და ძალიან უცნებია, მოდი ასე ვთქვა. კი, მეც მიოცნებია, არა მარტო შუა საუკუნეებზე სიმართლე. რატო ეს საოცნებია? 90-იანი გაომივლია და ახლა მიიღო ალბათ. პრინციპში ლოგიკურია. აი ჭეშმარიტ შუა საუკუნეებში თუ გინდა მოხვედრა, ან მაყურებელს, ან ჩვენ, ნუცუბიძის 77 ნომერში არის ძალიან მაგარი ბარ-რესტორანი დიდგორი. სადაც აი მართლა რო შეხوار გონია რომ აქედან რაღაც ლაშქრობა უნდა დაიწყოს, ან შენ უნდა დაიწყო ლაშქრობა და მთლიანად შუა საუკუნეების გარემოცვაში გადადიხარ. საჭმელი თურქულია თუ ქართული? ქართული ავთენტური. ანუ გამარჯვებული საჭმელი. გამარჯვებული საჭმელია, კი და 1121 წელი ძალიან ხშირად ფიგურირებს დიდგორთან
ძალიან მაგარი გარემოა, ძალიან კარგი პერსონალი, რაც მნიშვნელოვანია მის როგორც თქვა და მოკლედ აუცილებლად ეს თუნდაც დიდგორს ძალიან კმაყოფილი დარჩებით და რაც თავად დიდგორშივე შეგიძლიათ კარგი Wi-Fi-ა, შეგიძლიათ უყუროთ მამების. გამარჯვებულები გამოვლენ იქიდან. კიდევ ერთი მეგობარი ყავს. ბატონო თორნიკე, უძაფო ჩურჩხელის შესახებ თუ გსმენთ რა? პროცეული ჩურჩხელის. მithumedes. ხო, აი ეგეთი ჩვენი მეგობარია, სუთი ფაუერი. ასეთი პატარა კუბიკებით არის ჩურჩხელა, ძაფისა და ასხმის გარეშე. არის ბროწეულის არომატით, არის შოკოლადის არომატით და რა თქმა უნდა, ტრადიციული ყურძნის არომატით შეგიძლიათ დააგემოვნოთ. არის გაიხარეთ. პრაქტიკული. დღეს ლანჩის დრო, ლანჩი გამოტოვე და. აჰა. იდეალურია ენერგიის მისაღებად, მადლობა სუთი ფაუერს. ვლადო ის არის, რომ ბებოების ჩურჩხელის გემოსგან არაფრით არ განსხვავდება თამამად შეიძლება. დიდი მადლობა სუთი ფაუერს ამისთვის. კი. და კიდე ერთი მეგობარი კომპანია ნემო, რომელიც აბსოლუტურად ნებისმიერი ტიპის, სახის შესაძლებლობების ტუმბოებს სთავაზობს მომხმარებელს, რომელიც გამოადგებათ ირიგაციისთვის, მშენებლობაში, მაღალსართულიანი კორპუსების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის და ნემოში რაც მთავარია, აგარჩევინებენ და თავადვე დაგეხმარებიან მონტაჟში. ლადო გამოაჩენს აქ ნემოს მისამართს და ამბებს და შეგიძლიათ მიმართოთ. ოღონდ ძალიან გთხოვთ ღამის 3 საათსა და 4 საათზე ნუ შეხვენებით, იმათაც ძინავთ ხოლმე. დიდი მადლობა. და ჩვენი პარტნიორი რადიო ფორტუნა, რომელიც გვიწევს ბედია მხარდაჭერას. ვაშა. დავიწყეთ. ბატონო თონიკე, რაღაც დიპლომატიის საჭიროებებზე მეტნაკლებად ცოტა ვთქვით, უფრო მეც ვიტყვით კიდევ, მაგრამ ასეთი კითხვით მინდა დავიწყო, რა გასწავლათ მამობა? ყველა ეტაპზე რაღაცა სწავლობ ხა. მოდით აქედან დავიწყებ ბოლო ეტაპიდან. ამ ეტაპზე უკვე ისე თქვათ, ისე დრო მოვიდა რომ ჩემი შვილი რაღაცებს მასწავლეს. და ხშირად ვიკითხავ ხოლმე ჭკუას ბევრ რამეში რაღაცებს ჩემზე უკვე თერგოვენ, იმიტომ რომ ხა მე ხო საერთაშორისო ურთიერთობებს გავყევი და ის თავიდან ასევე აპირებდა გაყოლოდა საერთაშორისო ურთიერთობებს, მაგრამ მე ჭკუა იხმარა და პარალელურად ეკონომიკა. როგორც იმაშია, ხო იცი, მებები ლიგო და ილარიონი. ზურიკე ლაბარებს ეკონომიკურზე, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გამიმჯობესოს ოჯახის და ერთშია პარალელურად ეკონომიკა და ხა ორ ესე თქვა პროფესიას მეყვება, ორ დარგს. და ეხლა იმ სფეროში გასცემთ უკვე თერგოვა ჩემზე და საერთაშორისო ურთიერთობებში ხა მე ასე თუ ისე ვერ გვერი როგორ მაგრამ მასაც ხანდახან ვიკითხავ ხოლმე აზრს თუ დაემთხოვა ჩვენი აზრებიათ მაინც ეს ბევრს ნიშნავს მასალა ის რომ მასალა ზოგადად ალბათ ერთი რაღაც აღნიშნული მასალა ახალგაზრდა ადამიანთან ურთიერთობა მასალა როგორ უნდა მოიქცე ადამიანს რომ ესე ვთქვათ შეცდომა არ უნდა დაუშვა რა შეცდომა არ უნდა დაუშვა მაგრამ იმედი მაქვს ბევრი შეცდომა არ დამეშვია წესით და ეს ძალიან გამომადგა მე ნუ როგორც ლექტორსაც ახალგაზრდა ურთიერთობა ახალგაზრდებთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაგრამ ყველაზე უფრო საინტერესო არის ის რომ აი როცა იზრდება ეს განუმერებელი ასაკია მე ვიტყვი რა რაღაცა 7-8 წლის მერე როცა ბიჭი მამასთან ერთად არის ეს არის აი საოცარი პერიოდი ეს არის პერიოდი როცა ურთიერთგაზიარების ემოციების პირველ რიგში და აი გავიგე რომ აი ეს უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი იმ პერიოდს ძალიან იმ ემოციებს რომელიც არის ეს უნიკალური პერიოდი მამობის ეს ცოტა გვიან გავიაზრე სხვათა შორის რომ ეს იყო უნიკალური პერიოდი და რაც ჩიხშულთან გავატარე ის დრო ძალიან კარგად მახსოვს და რომ შეიძლება გამეორება ის გადახვევა უკან კიდევ უფრო მეტროს გავატარებდი მასთან იმ ასაკში როცა იყო როცა სულ უნდა და მამასთან ყოფნა და დილით წამოხდებოდა ხოლმე და საუზმეს რო ვიკეთებდი უყურებდა და მოსწონდა ძალიან ეს პროცესი რა თქმა აი ცოტა გვიან გავიაზრე ხა ცოტა ამაზე ვწდება გული რომ უფრო მეტი დრო შეიძლება გამეტარებია მასთან მიუხედავად იმისა რომ რაღაცები თუ ვამაყობ ცხოვრებაში ერთ-ერთი ვამაყობ იმითი რომ წესით კარგი მამა გამოვედი რა მაგარია მამისგან ასეთი სიტყვების მოსმენა კი და ეხლაც როგორც ხშირ შემთხვევაში ჩვევია ხოლმე ცემლა იმომადგა ამ სიტყვებზე რა და ალბათ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ვაკეთებთ ამ ჩვენ მამების დროს ის არის რომ ვინც ახალბედა მამა მოისმინოს ხოლმე რომ აი ეს არ თქვას მე რომ იმედგაცრუება მაქვს იმის გამო რომ შვილთან შესათანადოდ დროს ვერ ვატარებდი იმიტომ რომ მე პირადად იცი ჩემი ყველაზე დიდი ტკივილია მეც მასე ვიყავი ისე გახდა ჩემი პირველი ვაჟი 4 წლის რომ ჯამში ალბათ 3 საათი თუ გაგვიტარებია ერთად და შეცდომას ვერ დავარქმევ ახლა მაგას მუშაობ და ოჯახზე ზრუნავ მაგრამ მეორე მომენტია რომ ბავშვი ისე რჩება და დანაკლისია ძალიან ცუდი რა კი თუმცა მეორეზე გამოვასწორე რა თქმა უნდა და ის მაგარია ეხა ხო
10 არის გიო და 14 არის სანდრო და თქვენ რაც თვით ეხლა უფრო საინტერესო და ძალიან მაგარია რაღაცას რომ გამიმხელენ ხოლმე. აი საიდუმლოს გამხელაზე კიდე მაგარი არა. ეგ ძალიან მაგარია, ეგ ძალიან მაგარია. ოღონდ ეგ ეტაპის გავიარეთ ეხლა. აღარ აქ საიდუმლო ვერ გამიმხილოს, რა თქმა უნდა, ის მასაკში 27 ხდება ეხლა. ხო, მაგრამ როცა ქონდა და გიმხელდა, რამხელა ნდობა. ცოტა ცერემონიალი ქონდა, როცა საიდუმლოს მიხლა, ცოტა ცერემონიალი ქონდა ხოლმე რაღაცა. ცერემონი თავისი ალკოჰოლით და ასე შემდეგ. ერთი ის არის ხო ძალიან ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევს, ეხლა იქ ამერიკაში უფრო მიეჩვია და ძალიან მკაცრად იღებს ხოლმე დოზებით. ცოტა არ მანდამაც არ მომწონს, იმიტომ რომ ეგ სასწაულია ქანო. ასასწავლე არ ეგ დამთავრდა უკვე. აღარ გადმოვა. კაი არის ეგ ეტაპი და ხო და მე ახლა ჩემი საუკეთესო მეგობარია, მინდა რომ უფრო მეტი დრო გავატაროთ ხოლმე, ესე ვთქვათ, ალკოჰოლთან და ამიტომაც მეუბნება რომ არ არის საკმარისია და მე მეჭხუბება ხოლმე, როცა გამექცევა ხელი რაღაც ორი ჭიქის მერე გამექცევა ხელი, ტუქსავს ხოლმე და მე მაჩერებს. აი ესე დღეში ვარ. თანა გიგრძნობთ, სხვა არაფერი არ შემიძლია გითხრათ. ორი ძალიან საოცარი თემა დაუკავშირეთ ერთმანეთს პრინციპში, რაც ოჯახი და დიპლომატია და მოდი ეს კითხვაც დავუსვათ ჩვენ სტუმარს. ეს დიპლომატია ზოგადად რისთვის სჭირდება ადამიანს და მე დავუკავშიროთ ეს ყველაფერი ოჯახსაც. ადამიანებს შორის ურთიერთობა ალბათ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხა ამირან გულში მღერო და არ უნდა იყოს, თორსა ადამიანს გულში რაღაცა უდევს, კარგი მით უმეტეს უნდა გააგებიოს სხვას, უნდა გამოძებნოს სხვასთან საერთო ენა. დაალაგოს უამრავი ნიჭი ადამიანი ვიცი, რომელმაც ვერ გამოიყენა თავის ნიჭი, იმიტომ რომ არ ქონდა სხვა ადამიანებთან საერთო ენის გამოძებნის ნიჭი და უნარი. და ეს არის ხანდახან ისე ხდება ხოლმე, რომ გაცილებით უნიჭო უფრო მეც მიაღწევს, იმიტომ რომ შეუძლია სხვებთან ურთიერთობა. და ეს ალბათ სამწუხაროდ ყველას არ შეუძლია, მაგრამ რაღაც ზონეზე რა თქმა უნდა შეიძლება ისწავლო, რაღაც ზონემდე მე ვიტყოდი. რაღაც დონემდე მეც მაკლია, დღემდე მეჭხუბებიან ძალიან ხისტი ხარო, მაგრამ ნუ ხისტი ვარ პრინციპში მაშინ როცა ფიქრობ რომ დასაკარგი არაფერი არის, ზოგიერთი ადამიანი არსებობს ისეთი რომ საიდანაც არ უნდა მოვარო, მაინც თავხედი და ცუდი რჩება და ეგეთი ჯობია დროულად დაკარგო ჩემი. ბუნებრივია კი, ამიტომ მიჩემნიო პირში უთხრა სიმართლე, მეორეს ის არის რომ ხა ამასაკში რო ვარ. რაღაც დონეზე ხა რომ რაღაც კომფორტის ზონაში შევიქმნე ჩემთვის. ნუ ეხლა მეზარება, ეხლა ვიღაცაებთან ბოდიშების ხტა, ვინც მიმაჩნია რომ არ ღირს მასთან დროის კარგვა რა. ხო, მაგრამ როცა ხედავ რომ ნორმალური ადამიანებმა ასე ურთიერთობა მჭირდება, რა თქმა უნდა ყველაფერს ვაკეთებ, რომ ესე ვთქვათ ამ ადამიანთან დავლაგდე, კარგი ურთიერთობა შევინარჩუნო, ადამიანურით, საქმიანიც, დაცამალია, საქმიანი მჭირდება ხოლმე. ვაბამ ერთმანეთს სასიამოვნო და სასარგებლო ორივე ერთად. როლად ვაა ეს პრაგმატული რაღაცა, როცა ადამიანთან ურთიერთობა მჭირდება, ხო, მაგას რო ხმამაღლა ამბობ, მე რიტყვი ხოლმე ვიღაცას იყენებ, არა, კი არ ვიყენებ უბრალოდ თუ ისე იღებს სიამოვნება ჩემთან ურთიერთობით, რა პრობლემაა ხო? ვიყენებთ ერთმანეთს. კი ბატონო, კაი გაგებით ხო? რა თქმა უნდა. ეგრე კეთება საქმეები ზოგადად, ეხლა თუ რო გადავიდეთ ჩვენ ეხლა დიპლომატიაზე, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის კონტექსტში, მე მაქვს ჩემი გამარტება დიპლომატიის. ჩემი გამარტება დიპლომატიის არის შემდეგი. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა არის ძალიან დაუნდობელი, ძალიან დაუნდობელი. იქ გაწირავენ სახელმწიფოს თვალის დაუხამხმებლად, თუნდაც თავის ინტერესი დაიკმაყოფილონ, რა თქმა უნდა. ბუნებრივია, ხო და ადამიანებს შორის ურთიერთობა მადლობა ღმერთს არ არის ეგეთი დაუნდობელი, ადგილი აქვს რაღაც მეგობრობას, სითბოს, სენტიმენტებს. და დიპლომატები რას აკეთებენ? დიპლომატებს გადმოყავთ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა, გადმოყავთ ადამიანურ განზომილებაში. და ამიტომაც ახერხებენ დალაგებას სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში, იმიტომ რომ ადამიანებს შორის განიხილება ეს ამბავი და იქ მეტია ნდობა და მეგობრობა. ეს არის დიპლომატია. იქაც ხათი ისინი ერთმანეთს იყენებენ, მაგრამ ამაზე პრობლემა არ აქვს, იმიტომ რომ ხვდებიან ორივეს ინტერესებში ერთმანეთს გამოკნება კარგი გაგებით. და შეიძლება ერთმა გამოიყენა მეორე რაღაცა 2%-ით უფრო მეტად, მაგრამ არ აუშავს. იმან ხო მოიგო რაღაც 58%, მისე 52, მაგრამ ორივე მოგებული რჩება ხო რაღაც ამბავში საბოლოოდ. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს, მეგობარიც რო არის, ხანდახან რაღაცეებში შენ ინტერესებს არ ემთხოვე, ხო 2008 წელს მახსოვს, ლამის საფლავში ჩადეს გერმანია, იმიტომ რომ არ იქნა მაპი რო არ მოგწეს, აი გერმანიის ბრალია გვიღალატეს და ასე შემდეგ და ხო არ ემთხოვა გერმანიის ინტერესები რაღაცეებში შეინტერესებს. არც ერთი ქვეყნის ინტერესები არ დაემთხვევა შენი ქვეყნის ინტერესებს. ვინმე თუ არის ესეთი რომ 80% ემთხვევა, უკვე რა ვიცი, სასწაული მიღწევაა, ხო? ბატონო თორია, კისინჯერს აქვს ასეთი სიტყვები, ნათქვამი, რომ იმისთვის რომ აბსოლუტურად დარწმუნებული იყო რამეში, ან ყველაფერი უნდა იცოდე მის შესახებ, ან არაფერი. მართალია. კი. აი ოჯახზე რო წამოვიღოთ, ახლა ოჯახზე მოვატრიალოთ ეს მოსაზრება, როგორ ფიქრობთ, რამდენად საჭიროა შვილის შესახებ ყველაფერი ვიცოდეთ? ან არაფერი. არსაბარგო, ყველაფერი ნუიცოდეთ, რა თქმა უნდა. მე სულ ვცდილობ, რომ ეკავი ყველაფერი გამოვსტყო.
არაფერი არ დამიმალოს. იმიტომაც რომ მინდა რომ დავეხმარო ჩემი გამოცდილებით, ხო? ეხლა ცხოვრების გამოცდილება სულ სხვა არის. ეხლა ერთი უფრო კარგი გაცილებით მაღალ დონეზე სწავლობს, ვიდრე მეოდეს მე მისწავლია, მაგრამ მეორე ეხლა ჩემი ცხოვრების გამოცდილება. ყველაფერი უნდა ვიცოდეთ შვილზე და უნდა მივახციოთ იმას, რომ შვილი ყველაფერს გვეუბნებოდეს და ამიტომაც პატარაობიდან მეგობრებო დავნერგოთ ჩემი აზრით ისეთი ურთიერთობები, რომ ვიყოთ მეგობრები და არა რაღაცა უფროსი და ხელქვეითი კაცრი და მორჩილი და ასე შემდეგ. თორემ მე უკვე როცა იზრდებიან, რა თქმა უნდა, მეგობრობა თავიდან არ არის, ალბათ ჩემი აზრით ის ნდობა არ იქნება. თავიდან მივაჩვევთ ამ ნდობას, რომ ნდობას არ დაუკარგავთ არასოდეს. არ გავუცრუებთ. როგორ შეიძლება ნდობა მოვიპოვოთ? მოდი ეს საკითხიც რომ არ მოვუტყუოთ არასოდეს, ტყუილად არაფერს არ დავპირდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არასოდეს არ მოვუტყუოთ, არ დავპირდეთ და ჩვენც ასევე ძალიან ბევრი რაღაცა გავუმხილოთ. ჩემი შვილი არის ადამიანი, ვინც ჩემზე ალბათ ყველაფერი იცის. და მე მგონი ამ საფასებს. და ხვდება, რომ ეს ჩემი მხრიდან განსაკუთრებული ნდობა, ესე თქვათ, ნიშნავს იმას, რომ მას ვაფასებ ძალიან და პრივილეგია, ესე თქვათ. ხო, ახლა მამა რო გულს გადაგიშლის, არ ქონია რა რაღაცა ეგეთი ბედნიერი არ ხარ. თუნდაც უმნიშვნელო რაღაცა იყო. მე და მამაჩიმა რო ვიცით რაღაცა მარტო გონია რომ სოფლიოში ნომერ პირველი კაცი. თამაშ ახლა ალკოჰოლის შვილის და მაგიტომაც კი, ძალიან შვილის. ძალიან შვილის. ჩემს შემთხვევაში ბატონო თონიკე პირიქით არის რომ მამა ახლა ასაკში შევედი და ვერს ვეღარსაო და ერთ ორჭიქის მერე აღარ სვამს და აი ეგ უკვე აღარ მომწონს. შენ მამასთან მეგია შვილთან. ხო. მამის სიმკაცრე გვჩვევია ხოლმე. თქვენ როგორ იყავით ამ ხრივ? თუ გამოგიჩენიათ სიმკაცრე და რამდენად საჭიროა? მოდი აღაროთ. ერთ-ერთი ვეჭხურობდი ხოლმე იმაზე, რომ ძალიან დიდხანს იჯდა ხოლმე კომპიუტერზე რაღაც ქსელურ თამაშს თამაშობა. მე თვითონ მე მივიდა იქამდე რომ დაანება თავი და თვითონ მე როცა მივიდა მე გავიაზრე თვითონ რომ ესულიყო იქამდე რომ ამოიწურა. აი ეს გატაცება უნდა ამოწურული იყო და ამოწურა მე და დამთავრდა ყველაფერი ამით. პრინციპში მე მითხრა რომ რაღაცები ვისწავლიო იქო. მე თქვა რა ისწავლე მეთქი და აი ადამიანთან ურთიერთობა თუნდაც ონლაინ ვისწავლიო. ვიღაცებს დავმეგობრდიო, ვიღაცების მანიპულაცია გავაკეთეო და ოღონდ ამას აქში უკვე მანიპულაცია დაიწყე, ხარი. ხო და ჩათვალე რომ კარგი იყოს, იმიტომ რომ ხა რა მომენტი იყო ხა რატო ესე თქვა ძალიან არ გამიჭედავს. იმიტომ რომ ხა ვიცოდი რომ ძალიან ესე თქვა მაღალი ინტელექტით გამირჩეოდა პატარაობიდან, ძალიან პატარაობიდან. და ფიქრობდი ხა ეს იქ რომ შემზრვალია რაღაც ქსელურ თამაში, ფიქრობდი როგორ ჩანს მარტო რაღაც საინტერესო ხდება. ვიფიქრე და ამიტომაც განჯანდაბას ვიტყვი რომ კარგი. ეს იყო ყველაზე მეტად ესე საჩხუბარი რაც გქონდა ერთმანეთში. და იმას გაიარა მე. ასაკობრივი იყო რაღაც საჭირდა. და თავად როგორი ურთიერთობა გქონდათ მამასთან თქვენ? ეს ერთმომა სხვათა მამაჩემი გარდაიცვალა ერთი წელიც არა გასული. სხვათაობა იყო, რაც ახლა ჩემი აზრით ყველა შვილს აქვს, ის იყო რომ მე სულ მინდოდა რომ მამას მოწონებოდა რას მევაკეთებდი. ხო და ეს აი სულ ესე იყო დიდხანს. ბოლოს სხვათა შორის რო გარდაიცვალა ჩემი შვილი ჩამოფრინდა როგორც კი გაიგო. ცოტა უფრო დროზე ადრე არ დაგებდაწყებული არ იყო და მამაჩემის მეგობრები ნახულობდნენ ეუბნებოდა რომ სულ შენზე ლაპარაკობდა. ხო არ ეჭია ცოტა. არა გასასწორ ლაპარაკობდა. კი გამიხარდა რომ აი ეს ეხლა რაღაცების თუ რაღაც ჩემი არ მოეწონა, იმის უფრო მოეწონა, მით უმეტეს გამიხარდა. აბარა. სხვათა შორის თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხეთ რომ მამის ხათრით აგიყვანეს ვიდეო ინჟინერ ტელევიზიაში. პირველი სამსახური იყო. საიდანაც გამოგაგდეს ტელევიზიიდან რომელიც არ ფუნქციონირებდა და რა დაშოვეთ ვიდეო. ხელსასე იყო რაღაც 3 ლარი დღევანდელი კურსით მე მგონი და რატო უნდა მე სამსახურში და მომეკლე თავი ვერ გავიგე და ამიტომაც არ მომიკლავს. არა, დავდიოდი ჩაურებიოდ, ოღონდაც რა იყო იცი, მე ჩხუბებოდი იმაზე რომ შენი საქმე არ გიყვარს. რატო უნდა მყარებოდა ხა ის საქმე, ხო და მე ამ ისტორიაზე რომ გავუმაგდეს და დავწერე მოთხრობა და მე მოთხრობა დაიკარგა. ნებუბარს ვთხოვე რველში მეწერა. საინტერესო იყო საი მოთხრობა ქონდა დაწერილი, ცოტა დიდი მოთხრობები. ერთი წითელ რველში, ერთი ლურჯი, ერთი თეთრში და გამოვიდა კიშლოვსკის ტრილოგიასავით, რომელიც არ მიყვარს ის კიშლოვსკის ტრილოგია, მაგრამ ეს დაემთხვა და ბოლო იყო ეს დავწერე თეთრ რველში, თეთრი დავარქვი და დაიკარგა და მე ჩემო შულმა ერთ-ერთი წაიკითხა ამ რველებიდან წითელი და მოეწონა და მე ვთქვი მაგას ჯობდა მეთქი თეთრ რველში დაწერილი მეთქი. სად არისო დაიკარგა მეთქი და თან ჩემ თავზე მიწერია მეთქი როგორ გამომაგდეს პირველი სამსახური და მეთქი და იქნებ აღადგინო ნახსოვდა და დავწერე აღადგინე და მისი ხათრით მე ეს მოთხრობა აღადგინე. ხო და ეხაც კომპიუტერში ამასია შეხვდა ფაილს ქვია white თეთრი ესე დავარქვი იმბრეულის ხათრით. აი ეს მისი ხათრით გავიხსენი ძველი დაწერილი იყო 24-ის ვიყავი რომ დავწერე. გავიდო მოეწონა? მოეწონა კი. აი სამსახურიდან გამოგდებას თქვენ თვითონ ამბობთ და მეც გავიმეორებ მაგ სიტყვას.
მქონდა ეგ მომენტი, როცა სამსახურიდან გავუმაგდეს და ძალიან გამიჭირდა გადახარშვა ამბის. მე ბედნიერი ვიყავი ძალიან. ხო არა. მე გულისხმობ ხა კითხვა ასეთი მიან დავსვა იმედგაცრუება როცა არის ხოლმე ძალიან მძაფრი შვილში როგორ შეიძლება დავეხმაროთ რა უთხრათ როგორ დავამშვიდოთ თუ შულს გამოგდე სამსახურიდან ზოგადად იმედგაცრუება როცა აწუხებს შვილს მე ჩემ შულს კონდა ეგ მომენტი პირველ წელიწადს ვერ მოხდა ამერიკის უნივერსიტეტებში მე ვეუბნებოდი რომ გეშენია გამოგივა აი მეთქი შემდეგზე გამოგივა სულ მას ვეუბნებოდი რა ვაწყვეტებდი რომ ან თვითწმენას უნერგავდი სულ და მე მგონი ამას იმუშავა. მე მგონი ფსიქოლოგიური მხარეჯერა ამას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როცა ხარ 17-18 ბიჭი როცა ხარ და ბიჭები იყო უფრო მელაყალებდებიან გოგოები ხო და მით უმეტეს ამ დროს მამით გამხარდაჭერა მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია მით უმეტეს იმიტომ რომ ხო ნებისმიერ ბიჭს უნდა რომ მამას თავი მოაწონოს შეულებრივი ამბავია. ხო მამისგან გლოგზნობს რომ გენდობა და შენის და ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მაგარი რამე. ნდობა როა მამასა და შვილს შორის წარმოუდგენლად მაგარი რამეა. ისე ბატონო თორნიკე წითელი ხაზები ალბათ არსებობს დიპლომატიაში. ზირდად სახელმწიფოების დიპლომატიაში არსებობს. აი შვილებთან ურთიერთობაში თუ არსებობს წითელი ხაზები. რა ვიცი მაგაზე არ მიფიქრი, ანუ რა გააფუჭოს იმან რომ ხო აი სად თავდება თქვა ის მეგობრული ურთიერთობა, სადაც იწყება წითელი ხაზი, რომელიც სადაც мама უფრო აი мама და აღარ არის მეგობარი. არა ეხა აი არ დამჭირებია არასოდეს ეხა ჩემი წითელი ხაზი იქნებოდა რა ვიცი ნარკოტიკები იქნებოდა მსგავსი რაღაცა თავში არ მოსვლიო რომ მას შეიძლება ოდესმე მოსდომებოდა. თუნდაც მაგ კუთხით წავიდეთ აი ეგეთი წითელი ხაზი. არასოდეს მაგაზე არ მიფიქრი რა ერთ შემთხვევა იყო მათ კლასებთან ძალიან დათ რომ მივაკითხე მანქანი და მე თვითონაც გაიაზრო აფერ გაუფუჭები უბრალოდ ბარბაცებდა და თვითონაც გაიაზრა მეგონი რომ ძალიან ბარბაცებდა და იმის ფერი ესე არ იქაც არ მეჭხობი არანაირად ეხა მე ვარესა დამთვალო რომ გაცილებით მე ჯერ 90-იან წლებში ვახსენე 90-იანებში ინჯერ დავთვალო მე არ მეჭხობია და არ დამიმტროვია თავბიერე არავისთვის მაგრამ მაინც არ ვიყო ესეთ რომ ვიხსენებდი მე მეცინებოდა ჩემ თავზე და ასე რომ ეხა არ უნდა მეთქვა სიგარეტს თუ ეწეოდა არა რომ მოეწია როგორი რეაქცია გექნება არაფერი აუხსნიდი რომ დებილობაა და ჯანმრთელობას დაიზიანებს და რახან ქონდა სულ ეს რაციონალური მიდგომა რადგან გამოიხატება იგივე ღვინის მიმართ ისეთ ძალიან ზომიერ დამოკიდებულებაში მე მგონი გაიგებდა ძალიან მარტივად ამას მე ბავშვობაში სხვა შორის ხა ჩემი და წლამი ჩემ ხელში გაიზარდა 7 წლით არის უმცროსი და პატარა იყო ჩაუდე პირში სიგარეტი მოვაქაჩიენ და ეს საიზღრობაო მე ვთქვი ხო უყურებ საიზღრობა არ ჩაიდო პირში არასოდეს მეთქი და არ მოუწევია მე ხო და ჩემ შულთან არ დამჭირებია ეგეც არ მომჭირებია ცოტა ხნის წინ ჩემო გოგო მითხრა უბრალოდ მაინტერესებს რომ რანაირი გემოქვს სურვილი კი არ მაქვს მაგრამ მაინტერესებს და მე კი თუ იმ ზომამდე მიხარ შეიძლება ამის გამო ახლა ლანძღოლი თუ იმ ზომამდე მიხარ რომ ძალიან და გაინტერესებს მითხარი და მე მოგაწევი ეგრე ჯობია კი ხო არ მინდა რომ ვიღაცასთან ერთად თუნდაც კლასელთან იმასთან ერთად ოღონდ ყრალი გასინჯერო დანებს ტკბილი არსებობს მეგონი ყველა მყრალი ტკბილი არსებობს რა ყველა მყრალია ჩემთვის მე სპეციალურად ყრალი ჩავდებია მყარით როგად ჩავდებია პირში რომ 40 კაპიკიანი სიმყრალი ჩავდებია პირში რომ მე არ მოეწია იმედი ამას მამა ჩემი არ ნახავს ახლა მაგრამ აი ძალიან მემუქრებოდა ხოლმე რომ მოწიო და ყოველ დამთავრებულ ღერზე თავს გამარჯვებულად გრძნობდი მამა ჩემი რო ვერ იგებდა რომ მე მაინც ვეწეოდი რა ამიტომ ჩხუბი და ჯაჟყანი მე მგონი თუმცა მე მაინც იმას ვემხრობი რაღაც წითელი ხაზი უნდა იყოს იმის იქით რომ ის მამაა და რაღაცები არ უნდა გაბედოს ცუდი სიტყვა მაგრამ ხო ნუ ურთიერთობიდან გამომდინარეა ჩემი აზრით აი ჯანსაღი ურთიერთობა მეგობრული ურთიერთობა ამ ყველაფერს აბალანსებს და შვილიც გრძნობ სად სრულდება ის მეგობრობა და იწყება ის სივრცე სადაც მამა და მამა არის ვთქვათ ავტორიტეტი მშობელი და ალბათ შობელიც გრძნობს სივრცეში შეჭრის ის რა ხო მარტო მამასთან კი არა ზოგადად კი გეთანხმები ჩემი აზრით ეგრეა ყოველ შემთხვევაში ახლა შვილებთან ურთიერთობაში რაც მაქვს ძალიან მეგობრულია მაგრამ რაღაცა პერიოდი რაღაც სივრცე არის სადაც ვარ მამა რადიო თავისუფლების დღიურში ეწერა ამოვიწერეთ ეს 4 სიტყვა სულ ოდესღაც მეუღლებ ჩემი მოთხრობებით დაუკერეო აი იყო დრო კი იყო დრო ხო წერდი ადრე რაღაცებს ერთ-ერთი იყო ის თეთრი და ერთ-ერთი წითელი და ასე შემდეგ ხო იყო რა კი ბატონო თორგე მგონია რომ დიპლომატიაში ადამიანს დიპლომატს ხშირად უწევს გადაწყვეტილების მიღება ისეთ დროს როდესაც არ აქვს სრული ინფორმაცია გარემოებიდან გამომდინარე მშობლობაში რამდენად გავს ეს მშობლობას როდესაც გვიწევს რაღაც გადაწყვეტილების მიღება ისე რომ თუნდაც არ ვიცით ჩვენ შვილს როგორ მოეწონება თუნდაც არ ვიცით ჩვენი შვილი რას ფიქრობს ანუ რაღაც რისკი კი ამ დროს ყოველთვის მაგრამ ხა შენი ცხოვრების გამოცდილება მაგით არსებობს რომ გააწყვეტო რაღაცები მის ნაცვლად ხო ამას ახლა მე არასოდეს არ წყვეტდი მარტო ახლა თქონდა დედამისთან ერთად წყვეტდი ხოლმე როცა იყო ამის დრო ასეთ რაღაცებს
ალბათ ცალკე ერთცეთი მშობელი არ მოწყვეტდეს რაღაცებს მაინც, ხო? იყო რაღაც მომენტები, რომ ეხლა მე ჩემი ინიციატივა იყო ეს, რომ გაყოლოდა, ასე ვთქვათ, გააკეთებინა მაქსიმუმი, რომ ესწავლა ამერიკაში და ამიტომაც ამ მიმართულებით წაყვან, მაგრამ და ქონდა ეხლა ორი მშობელი ჩართულია. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თქვა ჩემოვადო, რომ მეუღლესთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მოდი ეს თემაც იმას აქვს, რა ცოტა ჩავუღვავდეთ კიდე. რამდენად მნიშვნელოვანია, როცა წყვილი ერთად იღებს გადაწყვეტილებებს და ერთპიროვნულად არ აკეთებს. გინდაც მეუღლე, ისა ქმარი და გინდაც ცოლი. ძალიან მნიშვნელოვანია, აი რაღაცეები რაც ეხლა ქალს უფრო ესმის რაღაცები კაცს, მაგრამ გადამწყვეტი რაც ეხლა ბავშვის მომავალს. თქო უნდა, ყოველ შემთხვევაში თანხმობა უნდა იყოს ორივე მხრიდან, შეიძლება ერთის ინიციატივა იყოს, მაგრამ თანხმობა უნდა იყოს მეორე მხრიდან. თუ როგორ ფიქრობთ, კაცების უმეტესობა აღიარებს იმას, რომ ცოლმა უკეთ შეიძლება იცოდეს რაღაც ნებისმიერი საკითხი? აი კაი შეითხოვა. კი ალბათ ეხლა თან ეხლა მეორე ცოლი მყავს და აღიარებ რომ ცოლმა რაღაცები უკეთ იცის, კი, ქალმა უკეთ იცის, უბრალოდ ქალმა რაღაცები უკეთ იცის. დასაკვირველია. ყველაფერი თუ ჩვენ ეცოდინება უკეთ, მაშინ ეხლა ჩემ შემთხვევაში მაგალითად ვაღიარებ, რომ ძალიან ბევრად უფრო პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს იღებს ჩემი მეუღლე. ეს ხო ევოლუციურია, ეხლა ჩვენს მიდიოდით კაცები სანადიროთ, ქალი ულიდა მეურნეობას, გამოქვაბულს და შემდეგ კატას მოიშენაურებდა ძაღლს, ბავშვებს ულიდა, უნდა მოეწო. ამიტომაც დღემდე რო არის შეყურებული რემონტით და მსგავსი რაღაცეებით, ხო? ეგ ჩვეულებრივი თემა ევოლუციიდან მოდის. ინტერიერის დიზაინს აკეთებს ყოველთვის ქალი. თქვენთან რომ მოვიდეთ გზაში ვფიქრობდი ეს რაღაცებს რა უკვე თუ გაბრაზდებიან, ყველაზე ბუნებრივი არ ვამბობ. ქართველი კაცის ქალის მიმართ დამოკიდებულება რაღაც ნაწილის ძალიან არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ თავს ვიწონებთ, რომ მეფე ყავდა ქალი, მიუხედავად იმისა, რომ ვეფხისტყაოსანი ყავს, როდის დაწერილი, სადაც საოცარ სიყვარულზეა საუბარი. არ ვიცი მე სხვა ენა და სხვა ერი არ მახსენდება, ვინც საკუთარ დედას აგინებს ყველაზე უშვერი სიტყვებით რა. ამიტომ არ მომწონს დიდი ნაწილი სამწუხაროდ კაცების დამოკიდებულება, ქართველი კაცების დამოკიდებულება ქალების და დედების მიმართ და დედები ახსენებათ ხოლმე, არ ვიცი, სამმარს. სამმარს და სადღეგრძელოში. და სადღეგრძელოში რაც ყველაზე ის არის. და ამასთანაც იყო დედა გაალახა იმის გამო, რომ პენსია არ მისცა თუ რაღაც ეგეთი. ნუ ალბათ ეგ პათოლოგია, აი ეგ კონკრეტული, მაგრამ იმას არ გულისხმობ, რომ შენ რას თქვი ტყუილია, გეთახმები? მაგიჟებს და ჩვენი დამოკიდებულება ქალებ რა შედიქალო კუხნაში ძალიან ცუდი ის არის და ეგ არის ჩვენი ის. ქალს უნდა უხაროდეს კუხნაში შეცვლა. მათ შორის კუხნაც. ხო, უნდა უხარეს ნიშნავს იმას, რომ სხვა ყველაფერი უნდა ქონდეს ძალაგებულად, რომ იქ უხაროდეს ყოფნა, ხო? მარტო იქ თუ არის, თქონდა გაუხარდება. კი, ახლა ჩვენს სახლობლოში ძალიან ბევრი ადამიანია, ქალზე მაქვს საუბარი, რომელიც ბედნიერია იმით, რომ სადილს ამზადებს და სამზარეულოში ტრიალებს, იმიტომ რომ მას ეს აძლევს იმ სიამოვნებას, რომ ოჯახთან ერთად აკეთებს, იქ მეუღლე ჩედის, შვილი ჩედის, ეხლა ერთად აკეთებენ ამ ყველაფერს და ეს არ არის შედიქალო კუხნაში. კი ბატონო. ქალს უნდა უხაროს იქ ყოფნა, უნდა უხაროს რომ ასეამოვნებს ოჯახს, ოჯახსაც უნდა კონდეს, ქმარსაც უნდა კონდეს იმის საშუალება სული რომ გაიყვანოს გარეთ, გაასეინოს და ასე შემდეგ და მე ტრაგედიას ვერ ხედავდი ამაში. ტრაგედია იქნება მაშინ თუ მხოლოდ კუხნაშია ხო ქალი. ეს იქნება რუტინა და არა სიონა. სანამ ჩაწერაზე მოვიდოდით, გზაში ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ძალიან კარგ თემაზე. ფეხბურთზე. ხო, გულდებოდა ეხლა დიპლომატთან რომ ფეხბურთი არ გეხსენებოდა, ფეხბურთის გადაცემიდან მოდიოდა. და ფეხბურთი არის ძალიან დიდი დიპლომატია ჩემი აზრით. თქვენ შულს თუ უყვარს ფეხბურთი? კი, ისე აღარ ეხლა როგორ ჩანს იქ ყოფნა მიმოქმედა მაინც 12 საათიან განსხვავება თბილისსა და სან-ფრანცისკოს შორის, სან-ფრანცისკო იქ ემპორტთან. ამიტომაც აკროფეხბურთია იქ როგორც წესი ან ძინა ასე შემდეგ. მეორეც იქ სხვა რუტინაშია, მაგრამ უყვარს რა თქმა უნდა კი და სუპირულად რო მას გამოსცემდა ახლა სუპირულად წავიყვანეთ სტადიონზე მე ჩემს სტუდენტებთან ერთად, მეგობრობ ჩემს სტუდენტებთან ბევრთან. ზოგიერთი უკვე თავისით გაიცნო, იმიტომ რომ ახლა თვითონ ამ თაობაში გათიცნობენ ჩემს შულს და ახლა ისე ხდება ხოლმე ჩემს სტუდენტებს რაღაცებს ისე იცნობა ჩემგან დამოუკიდებლად. ესპანეთს ხდებოდეთ. ხო და მაშინ პატარა იყო რა, ეხლა მაღალია ჩემს მაღალია, მაშინ პატარა იყო და რაღაც მომენტი იყო, კინო გავიტანეთ, ძელს მოხდა და წამოვხდი ღრიალებ და დავცხეით მე და აწუვის მე მეკითხებოდა რა მოხდა? ვინახე რა მოხდა? მე გამოსცემდა რომ ვერ ბეხედავს ბავშვი ეხლა პატარა. ეს იყო პირველი სტადიონზე გასვლა ჩვენი ერთად. ნუ მე ვცდილობდი ხომ ფეხბურთები რო რაღაც ჩემპიონატის ფინალები გარეთ გვეყურებინა. მე ბარში დამცვლა რეყავით. ისე მოხდა რომ ხა ამერიკაში ხშირად ყოფილვართ ერთად
როცა მიდიოდა სასწავლებლად ხშირად მიყვებოდი ხოლმე და მაგრამ ამერიკაში ფეხბურთის ყურება არ არსებობს ეგ არ მოსულა რა და ეგ ვერ ქვენით ვერასოდეს უკვე თან დროც არ ემთხვევა და იქ ვინ უყურებს ფეხბურთს ბარში ახლა ამერიკული ვინ უყურებს ფეხბურთს ბარში და ამიტომ აი სამწუხოდ იქ არ გქონია კაი გამოცდილება სხვათა შორის მე მახსოვს 94 წლის სოფლიო ძალიან ცუდ დროს იყო ხოლმე თამაშები კი ფინალი დილის 4 საათზე იყო ეს ბრაზილია იტალიის ფინალი პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს და ეხლა ნელი სოფლიო რომ მოდის, აი ეგ მაშფოთებს რომ ახლაც არ არის, კარგ დროს თამაშები. ხო და ეხლა მე მაგის თავის თამაში ახალგაზრდა ვიყავი და ეხლა ალბათ ვერ შევლებ რაღაცას ცხოვრებას ვერ გავათენებ. საათამდე თუ იქნება თამაში მოყოლე და დილის 4-ზე ამდგომ. არა, ნამდვილად ხო. მithmes მე ხა წამოვიდი. ხადაშორის ძალიან საინტერესო რაღაცა იყო ამერიკის სოფლიო ჩემპიონატზე 94-ში. FIFA-ს ერთ-ერთი რეგულაცია იმ ქვეყანაში სადაც ტარდება სოფლიო ჩემპიონატი აუცილებლად უნდა იყოს პროფესიონალი ფეხბურთის ლიგა. 94 წლამდე ამერიკაში არ იყო. სპეციალურად შექმნეს პროფესიონალი ფეხბურთის ლიგა, რომ სოფლიო ჩემპიონატი ჩატარებულიყო. ერთ-ერთი ასეთი კითხვა გვაქვს მონიშნული ბატონ თორნიკე, როგორ უნდა აღზარდოთ შვილი პატარა ქვეყანაში, რომელსაც ძალიან დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევები აქვს და გეტყვით რატო მინდოდა და გვინდოდა ეს კითხვა რა ყოფილიყო, რამდენჯერმე ახსენეთ 90-იანები და ასე თუ ისე მაშინ გამოვიბრძმედეთ ჩვენი თაობა. ახლა იმდენად ბევრი ინფორმაცია, იმდენად აქეთ გაყოფილია და გახლეჩილი საზოგადოება, რომ ამ მოზარდთაობას გონია, რომ ცოტათი შეიძლება გაუჭირდეს რაღაც მიმართულებების არჩევა. აი, როგორ გავზარდოთ შვილი აი ამ საგიჟეში, რომელშიც დღეს საქართველოს. ეს საგიჟე ჯობია, მაინც 30-იანების საშუალო თანხმდებით ხო ხარ? ლაპარაკი და ძალიან არჩევანი აქვს და ეხლა ამდენი არჩევანი რო არის, შეიძლება ეს პრობლემა იყოს პრინციპში. ერთი სიტყვის გამოც უკაცრავად შეიძლება ისეთი იარლიყი ერთი სიტყვის, სულ ერთი სიტყვის გამო. შეიძლება ისეთი იარლიყი მოგაწეპო. იგი, ჩემთავს გამომეცდია იგი. დარწმუნებული. რა თქმა უნდა. ის არ მეპარება იქნებოდა. ხო და აი ამ სიტუაციაში კი როდესაც ეს აგიჟეთ ეს სოციალებმა გააგიჟა საერთოდ სამყარო შეშალა და ქართველები სამწუხაროდ გამოირჩევით ზომიერების არ ქონით და ამ სოციალებას ჩვენს გავაგიჟეთ ძალიან სერიოზულად. ეს სტრესავს ბავშვებს მე მესმის. ერთი მხრივ მეცინება ხოლმე როცა რაღაცა დავდივარი ხედავ რომ აი რაღაცა დეპრესიულები არიან, მაგრამ მეორე მხრივ ხვდები რომ აი იმდენად დინამიურია ეს ცხოვრება. რომ ბევრი ალბათ ესე მარტივად ვერ უძლებს. მით უმეტეს გახლეჩილი საზოგადოების პოლიტიკური პირობებში, ხო და ასეთ რომ მე სულ ვეუბნები ხოლმე სტუდენტებს, ვეუბნები რომ გადი ქვეყნის გარეთ, გაატარეთ 6-7 თვე. ნახეთ იქ რა მოგეწონებათ, რა არ მოგეწონებათ, ყველაფერი არ მოგეწონებათ. აღმოჩნდა რაღაცები საქართველოს კარგია. და დაბრუნდით მე შეეცადეთ რომ აი რაც იქ კარგია წამოიღოთ, მაგრამ რაც აქ კარგია შევინარჩუნოთ. არა აუცილებელი რომ ყველაფერში სხვა მიბაძოთ. ეს მე არის ხოლმე ისე და ისე ზომიერების არ ქონა რომ ჩვენ არაფერში არ ვარგივართ. აი ეს თაობა უნდა დაიხოცოს, ახალი თაობა რომ მე გვეშველება. კი ბატონო, თუ ეგრე იქნება დღეს მომიგლავ თავს, მაგრამ არ მგონია ესე მარტივად იყოს საქმე, ხო და აი ეს უბრუნები ხო ნახეთ იქ რა არის კარგი, რა არის ცუდი. ცუდს ნუ წამოიღებთ, კარგი წამოიღებთ. ეხლა ამერიკა მიყვარს, მაგრამ ხო ყველაფერი კარგი არის, კოკა-კოლა არ მიყვარს. მივაჩნია რომ არ არის კაი დასალევი მაგალითად. ხო და ცუდს ნუ წამოიღებთ უბრუნები და დანერგეთ ნელ-ნელა კარგი იქიდან. მადლობა გვერდზე ამის საშუალება აქვთ. ეხლა ჩემი სტუდენტები ჩემი უნივერსიტეტიდან ევროპაში დადიან ინტენსიურად. მინიმუმ 6 თვეს ატარებენ ხოლმე ერთ სემესტრს და აძლევს მათ იმის საშუალებას რომ გაარჩიონ კარგი და ცუდი ყველგან აქაც და იქაც. ამის საშუალება რო არის, ეს ძალიან დიდი ფუფუნება ჩემს, რომელიც ჩემ თაობას არ ქონდა. ეხლა მე მაგალითად პირველ სამსახურში რომ მოვხვდი, ვიდეო ინჟინერად დავიწყე მუშაობა, ამას თავისი ახსნა ქონდა, როცა მე ვამთავრებდი სკოლას. როცა მეკითხებოდნენ ასაკში, უფრო ადრეც ეხლა ამის 10 წლის რო გავხდი, მეკითხებოდნენ სადაბარებ. ასეთი დამოკიდებულება იყო საბჭოთა კავშირში რომ სადაბარებ და მე ვიბრეოდი ხოლმე რა, არ ვიცი. ექიმი გახდები? არ ვიცი, რატომ გავხდე ექიმი? აბა ვინ იურისტი არ ვიცი და იმ პერიოდში საერთოდ საქართველოში არ არსებობდა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, რაც როგორც მე მივხვდი, რაც მინდოდა, მაგრამ მაშინ არც კი არსებობდა და ვერ ხვდებოდი რომ ის მინდოდა, იმიტომ რომ არ არსებობდა საერთოდ, ხო? ეხლა ყველაფერი არსებობს. ამ ბავშვებს ყველაფერია საქართველოში არსებობს მაღალი დონის ფაკულტეტები ალაგ-ალაგ, მათ შორის საერთაშორისო ფაკულტეტი, ურთიერთობების, ჩემი მაგალითად, ხო, ჩემი უნივერსიტეტის ასე შემდეგ. ხო და ეხლა მაშინ ეგეც არ იყო, რომ მიხვდარიყავი რა გინდა. მე აი ხა სარჩუტი რა მინდოდა, იმიტომ რომ არ არსებობდა. ექიმი და იურისტი სხვა რა. გიორგი მოსწევ რო გითხრა, მინდოდა მთელი ბავშვობა რომ ყოფილიყავი რაღაცა ტელეშოუს პროდიუსერი. არ არსებობდა მსგავსი ფაკულტეტი, იყო მასობრივი, ხო და გავხდი ექიმი, მასობრივი კულტურული ღონისძიების დამდგმელი თუ რაღაცა ეგეთი ფაკულტეტი. ანუ რა იყო, გპი? ინჟინერი, ზოგადად ყველაფრის რაღაც ინჟინერი, ექიმი, იურისტი, კიდე იყო ისტორიკოსი, ისტორია მაინტერესებდა სულ, მაგრამ
იქ მოხვედრა ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ისტორიის ფაკულტეტს ვინც ამთავრებდა, იკეთებდა ხოლმე კარიერას პარტიული, ხო, რაიკომის დივნები ხდებოდა. ხო, და ჩემ ოჯახს იმის საშუალება არ ქონდა, რომ ჩაეწყო ფული მიედანა და ამიტომ მე იქ ვინ მიასრულებდა ეს ერთია, მეორეც ასწავლიდა ისტორიას მარქსისტულს, გაყალბებულს, არანორმალურ ისტორიას. მეთქი ხა იმას დაისწავლეს, მუშათა მოძრაობა რაღაც იმაში, საფრანგეთში და გერმანიაში მე სამეზობლოში აში მაინტერესებს და ხო და ამიტომაც ხა ამანიც მოახდინა ცუდი მაშინდელმა ისტორიამ რომ ხა ბევრს დღემდე გონია რომ ისტორია არის ის მაშინ რო გვასწავლიდნენ რაღაცებიღაც მუშათა მოძრაობა თარიღების დაზეპირება კიდე მე ვცდილობ რომ ისტორიის მიმართ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს და ჩემი წიგნებიც აქეთკენ არის მაგარი წიგნებია ძალიან თქვენი დიპლომატიის ისტორია ძალიან კაია ბატონო თორნიკე თქვენი ვაჟი არის ამერიკაში წეგან თქვით რომ აქ რო ფეხბურთი იწყება იქ ძინავს ანუ დროში არის ძალიან დიდი სხვაობა დარწმუნებული ვარ მონატრება იქნება ძალიან დიდი ორჯერ ახერხებს წელიწადში ჩამოსვლას და ერთხელ მეც მივდივარ ხოლმე ან მიყვები ხოლმე ეხლა მივდივარ ჩემი დაბადების დღეს რო ვეპირებ აი ამ მონატრებას როგორ ებრძვით მამაც და შვილიც რა ვიცი კონტაქტობთ ერთმანეთს რაღაცებს უზიარებთ რაღაცებზე თქვა კაიფობთ რაღაც თემებზე რაც ვიცით და ან როცა აქ არის მაქსიმალურად ვატარებთ დროს ხშირად ერთად და რამდენიმე ჩემი სტუდენტია, რამდენიმე ყოფილი სტუდენტი, ისინი მეუბნებიან, ეხლა შეგივცემთ შვილის დეფიციტს. მეუბნებიან ხოლმე, რა ეხლა ჩვენ აქ ვართ, რომ წავა ხოლმე და შეატყობენ რომ მოწყენილი ვარ, ჩვენ აქ ვართ და რამეს ვიზამთ, ეხლა რომ არ იყო მოწყენილი, მეუბნებიან. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა არ გამოდის ბოლომდე, მაგრამ მემარჯლიერებ მაინც ამ ცდილობაში, მცდელობისთვის მათ. გუშინ თუ გუშინ იყო რადომ ჩამიგდო, კრებული იყო, სიუპრის რო უწყობენ, მამაშვილს რო ერთმანეთიდან ნახი არ ყავს დიდხანს და რომ უცებ ნახულობენ და ტირი და ხო, რომატირე. რაღაცა ეგეთი ქონიათ ხოლმე. გიტირიათ. ცრემლი უნახავს თქვენი. მე მგონი კი. არ შემწხვენია მაგას. იმიტომ ერთ სულელურ თვისება მაგ რაღაც ფილმს რო უყურებ, ძველ ფილმს. როგორც შეიძლება დღეს გულუბრყვილო ჩანდეს, მაგას გულის ხო. ხო, აი შეიძლება ცრემლი წავმივიდე, რაღაც უაზროდ ხო. კი, ალბათ უნახი. არ გვიკურსებ ჩვენ ცეკრე ვართ კი. რაღაცა აი ისეთ ფილმს რო უყურებ, აფეტრაიგდე ახტება რაღაცა აი ისეთ ფილმია, კეთილი ფილმს რო უყურებ, უცებ აი გული ამეჩოქდება ხოლმე რაც მემართება. და ეს სიურპრიზების მოწყობის მომენტი თუ ქონიათ? ო, კი. დიდი ხნის უნახაობის ან რაღაც. ან სიურპრიზები ყოფილა. სიურპრიზები ისე უკვე ვეღარ ვაუცებ, იმიტომ რომ ხა მადლობა ღმერთს ამასაკისთვის ციფრის ყველაფერი ნახა რა. პირველად გაფრინდა შვეიცარიაში გაატარა სკოლის დროს. რამე ხო მარტო როცა დამოუკიდებლად წავიდა. შვეიცარიაში წავიდა, ცხოვრობდა ოჯახში, ერთი სემესტრი გაატარა ციურიხში ეს იყო. მანამდე წავიდა ცოტა ხანი, 13 წლის იყო, მე წავიდა, მე მგონი 13? 15 წლის იყო, მე მარტო წავიდა 13 წლის იყო ჯგუფთან ერთად თუ არ ვცდები არ მეშლება. და მე წავიდა უკვე მარტო ერთი სემესტრი გაატარა ციურიხში სწავლობდა საშუალო სკოლაში და ამის მე რო წავიდა პირველად ამერიკაში გაფრენა მაინც სხვა არის, ამერიკა სხვა არის, ხლა შვეიცარიისთან დავარსკინი ქვეყანა სხვა არის, გავყები მე. როცა წავიდა ჩააბარა მოხდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში და იქ გავყევი მახსოვს და შვეიცარიის მე ცოტა იყოს მისთვის შოკი იყო ამერიკა, რომ დაინახო უსახლკაროები ქუჩაში დაიბერა ბავშვი მახსოვს. რა ეხა შვეიცარია არ არის. ყველგან ამერიკაში მithumეს ზამერ უსახლკაროა როგორც ვიცით ხო? ხონდა ამიტომაც ეხა ნახა ცხოვრებაში, აი ვიცი, უკვე ამასაკში მადლობა ძალიან ბევრი რაღაცა ეხა ძნელია რამით გავაოცო. ასე რომ ეს მიჭირს სიურპრიზების მოწყობა. სანდროს რამიცა მარტო ცხოვრება, პატარა ასაკში მარტო ცხოვრება. რამიცა მარტო ცხოვრება. მე ვიცი მე რა მომცა, ეხა არ ნერვიულობ. ვიცი რომ მიხედავს თავის თავს. მე სულ მქონდა ეს პატარ-პატარა ეშმაკოვები, ვაჩალენჯებდი ხოლმე, რომ თვითონ მე მეთქვა, ვაჩალენჯებდიო და ხო. მე რაღაცა პატარა იმას ვხვდით ხოლმე ბარიერს, რომ გადაელახა მარტოს რაღაცა. მაგალითად, სუპეროდო გამოფრინდა ამერიკიდან ისეთი ხათაბალა ბილეთი ჰქონდა, მაგრამ მე ისე ვქენი რომ ყოფილიყო ხათაბალა ბილეთი. კატარში, ეხლა ჩემი ფრინდა ხა კატარით ხო? კატარში ქონა ძალიან დიდი გადაჯდომა, იქ უნდა რაღაც უცნაური სისტემა აქვს ამ დოჰას აეროპორტში, ქონდა ყოველ შემთხვევაში ადრე ხარ ვიცი. უნდა შეხვიდე, უცა დიდი გადაჯდომა გუნა აჩვენო შენი boarding pass-ი დიდი გადაჯდომა აქვს, მე მოგცემენ რაღაცა vouchers, მე voucher-ი თუ რა გახვიდე სასტუმროს გარეთ, უნდა აჩვენო ვიღაცა, ჩაქსვენ ავტობუსში, წაიყვნენ სასტუმროში უნდა შევიდა, მთელი ცერემონიალია რა და ეს ხათავიანი დევი უნდა ხო რაღაცა, მე ხო დაიძინებ ცოტა ხარი, მე მოგეკითხენ წამოვიყვნენ უკან და ამას რო გაივლი მე პრინციპში მე დაფრინა მარტივად ყველგან რა და ვიცი ამას რო გაივლის მე უკვე არ დააგვიანებს არსად ფითრინავზე გადაჯდომაზე არ დაიბნევა მეთქი და მე ბედნიერი ვიყავი всё ეს გაიარე შვენიერია შვილო აუ მე ისევ იმას დაუბრუნდები თუ შეიძლება მე უღლეზე რო გიწერიათ ოდესღაც ჩემი მოთხრობებით დავკერეო მომიწია სადაც რამდენიმე წელი ვიყავი მოკლედ საბავშვო ბაღის აღზრდილი და ის პერიოდი იყო ჩემთვის
ყველაზე დიდი ბედნიერება და თქვენც რო გისმენთ ახალგაზრდებთან ურთიერთობა ძალიან მოგწონთ და ძალიან გიყვართ. აი ეს თანამედროვე თაობა შეუძლია რომ მოთხრობები არის ის ხალხი რომ მოთხრობებით დაიკეროს, ცუდი სიტყვა არ არის პრინციპი. მოიხიბლოს მოკლედ რა. მოთხრობებით იხიბლებიან დღეს ახალგაზრდები? არ ვიცი. სხვა შორის უნდა ვკითხო ერთი. ეგ არ მოსვლია თავში მეკითხა ჩემი სტუდენტებისთვის რომ ხო არ გამოუყენებიათ ეგ. ვიცი ახლა მიმხელენ ხოლმე თავიანთ იმას. სხვა შორის ბევრი ჩემი ყოფილი სტუდენტი დაქორწინდა და მაგრამ მე მგონი ეგ არ გამოუყენებია არავის ჯერჯერობით რაც მე ვიცი. უნდა ვკითხო ერთი. ჩვენ დროს. ხო. ბოდიში. გახსოვს SMS-აბად ლექსების მიწერა იყო ძალიან მუდაში. კაცო რამდენი ქონა ხოლმე. ხო, ჩემ ცოლს. დაუთრები დამქონა. ხო, უწერდი ხოლმე ლექსებს და უგზავნებდი. ოღონდ მანამდე ერთი გოგო მომწონდა, რავი შეიძლება იხლა გაიგოს პირველად და უწერდი ხოლმე მე მაშინ არ წერდი ლექსებს და გიждდები მიხეილ ქლივიძის პოეზიაზე. აი, ჩემი საყვარელი პოეტია შეიძლება ითქვას და არ არის ძალიან პოპულარული პოეტი და არის ამბერმაკი. კი, და ამ გოგომ არ იცოდა. და ქლივიძის ლექსებს უგზავნიდი ხოლმე და შენი გონა? გიждდებოდა ისე მოწონდა და არ ვიცი ახლა შეიძლება ახლა მიხვდეს რომ იმას ვწერდი, მაგრამ აი მე მაგალითად ჩემ მეუღლეს შეყვარებულები რო ვიყავით, ლექსებს რო უგზავნიდი ხოლმე ძალიან უხარო და მოწონდა და თანამედროვეობაში არ ვიცი, უხარიათ ლექს რო უწერს ვინმე? შეიძლება ვიდეოს წერენ ამას და ისე, არ ვიცი ახლა რო ხდება, უნდა გეთხოვ. ახლა ჩემ სანდროს იმ დღეს ხო გაჩვენა ეს ლექსებს რო კითხულობს, ხო, ეგ ხარია რომ სანდროს მოწონს, მაგრამ აი გოგოებსაც თუ მოწონს, ეგ ამბავი მაინტერესებს. თუ შეიძლება თანამედროვე. საინტერესო რამეა. ახალგაზრდა. თავარია მე მგონი ეს უნივერსალურია. იმედია დღემდე მუშაობს, ხალი ყურადღებას გზნობს, მოსწონს. როცა ვიღაცამ დაახარჯა და ენერგია და მუზა მოუვიდა ვიღაცას მასზე, მით უმეტეს მოსწონს. აი გაცდა იქნება ვიღაცა რო შენზე ფიქრობს და ლექსს მუზა მოუვიდა ლექსს. მაგარი განცდა იქნება, კი. დიპლომატიაში რამდენად გამოსადეგია პროზა, პოეზია? მე მგონილებათ. სერიოზული ხალხია და ეს არა ის მარტივად არ დაიკერებია. ჩემი აზრით, არ ვიცი რამდენად სწორია, იუმორი არის ერთ-ერთი უნივერსალური იარაღი. შვილებთან ურთიერთობაში, ოჯახთან ურთიერთობაში. დიპლომატიაში რამდენად საჭიროა და შვილებთან რამდენად საჭიროა იუმორი? იუმორი ყველგან საჭიროა, მათ შორის ქალთან ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, ხო. იუმორი არის, რა ვიცი, კარგი იუმორიზმობა იშვიათია, ხა დიპლომატებად როგორც წესი, ხა ყოველ შემთხვევაში კარგი ჯანსაღი სახელმწიფოები დიპლომატებად არჩევენ, რა თქმა უნდა, გამოვიცე თქვა, განათლებულ ბრაით ადამიანებს, ხო, გამორჩეულ ადამიანებს არჩევენ. და თუ კიდე მათ აქვთ და ისე თქვა დახვეწილი იუმორიზმობა, ეს ხო საერთოდ, იმიტომ რომ ხა პატარა ქვეყანას მით უმეტეს ხო ესაჭიროება კარგი დიპლომატები, როცა ქვეყანას არ გააჩნია დიდი ეკონომიკა, ძლიერი შერეღებული ძალები, რის იმედზენა იყოს კარგი დიპლომატების, რომ აი ისევ და ისევ როგორც წერან თქვი, გადმოიყვანოს თავის მხარეს. სხვა ქვეყნის დიპლომატი და ასე მოახდინოს თავის ქვეყნის ინტერესების გაძლიერება დაცვა. და ამ დროს იუმორიზმობა, რა თქმა უნდა, არის ძალიან სერიოზული იარაღი, იმიტომ რომ იუმორი შეუძლია, რა ვიცი, ყველა გადმოიყვანოს შენს მხარეს. ვინც კი ისიც კი ვინც ვერ გიტანს, მაგრამ ისეთი ხუმრობა თქვა, რომ ტიპა იფიქროს, რომ აი ყოჩახ, რომ ეს ხო მოაფიქრდა. ხო, ამბობენ ხოლმე შევარდნაძეს ხონა რაღაც ისეთი იუმორიო. კი, ქონდა და ამერიკელებს მაგითაც თავის დროზე, არა მხოლოდ ამერიკელებს დასავლეთს მაგითი მოაწონათ თავი, მით უმეტეს გრომიკოს ფონზე, რომელიც სულ დაბუგრილი იყო. ხო, ეძახდნენ ხმურის, ანუ დაბუგრილს. თვითონ რუსები ეძახდნენ ესე ხმური. ხო, და იმის ფონზე მე ეს მომღიმარე გურული კაცი, მართლა კარგი იუმორიზმობით, დიპლომატია ცხადია თავი არ ესმოდა, მაგრამ მე ფაქტია რომ გაერგვა ახლა. ისწავლა მე ნამდვილად ახლა, მაგას ვერ წარჩვევდი. 90-იანებში გავატარებინა, მაგრამ რაც ისმოდა, ესმოდა. შევარდნაძეს რაც ხსენდება, რადო 4 ჯერ მაქვს ჩაწერილი მასთან ინტერვიუ და მეორედ რომ მივედი ბატონო მიხეილ როგორ ძანდებითო და ჩემი სახელი დაიმახსოვრა მე. ნუ რას დაიმახსოვრებდა, მაგრამ აი თან პატარა ბიჭი ვიყო. ხო, ეგეც ხო დიპლომატიური ხალხია. სახელის მომართვა იყო, მეთქი აი სულხან საბას უბრალოდ ყველაზე დიდი დიპლომატი ალბათ ეგ იყო ქართველი. თქვენ ვის გამოაჩვენთ ქართველი დიპლომატები და ვინ იყო ისეთ ყველაზე? ხა სულხან საბას იცი რა ხა მისი მისია თავისთავად საინტერესოა, სამწუხაროდ არაფერი არ ვიცი ხარ, ჩანაწერები არსებობს მისი საუბრების, ხო? ალბათ უფრო ფორმალურად ხო რა? ხო. მე დღემდე ვიცნობ ადამიანებს, ვინც შექმნა თანამედროვე ქართული დიპლომატია და ძალიან მწებაგული ერთ ადამიანზე ის იყო გიგაბურდული, იყო ფანტასტიკური დიპლომატი, ერთ პერიოდი საგარეო მინისტრის მოადგილე და დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი დიპლომატიის რამდენიმე გამარჯვებაში. დახვეწილი ძალიან ადამიანი. გაათიცოდა კარგი მოსაუბრე, ადამიანთან ურთიერთობაც იცოდა
იცოდა ალკოჰოლის ადგილის დიპლომატიაში, რა ადგილი ეჭირა ალკოჰოლს. ხო, ადგილი. რა თქმა უნდა, რასაკვირველია, იმიტომ რომ ისე და ისე ჩვენ ხო საუბრობთ ადამიანურ განზომილებაზე და სულ მაგას ვეუბნები ხო ჩემს სტუდენტებს, რომ დიპლომატურ ავარჯიშოს კარგად ორი ორგანო, ერთი ტვინი და მეორე ღვიძლი. ეს არის. ღვიძლი. ხო, და აი დაწყალი ბატონი დაწყალი გარდაიცვალა იმ დროს, როცა ჩემთან იყო ლექტორად, ჩემ პროგრამაში მუშაობდა, იმ პერიოდში გარდაიცვალა, უცებ აი შვა იმაში კურსის დროს გარდაიცვალა. ძალიან დასწაყვებული ყველა სტუდენტებსაც და ყველას და ნუ სამწუხაროდ ბევრი მისგან ესე თქვა მეტი შემეძლო მოესპინა რაღაცას მიყვებოდა ხოლმე, მაგრამ რაღაცები ვერ მოასწრო. აი ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა იყო, ადამიანები ვერ მოასწრო. მეორე ბაბუაჩემწლებებული, მეორე მსოფლიო ომის დროს. გერმანელებთან ტყვედი იყო, ექიმი იყო და როგორც ჩანს კურნაულთა ტყვეებსაც მეგონი გერმანელებსაც და რაღაც უცნაური ამბები უცნაურ ამბებს ყვებოდა ხოლმე და გარდაიცვალა 13 წლის ვიყავი მე და 12 წლის ვიყავი, როცა დამლა დაეცა და საერთოდ კონტაქტზე ვეღარ გამოდიოდა და ძალიან საინტერესო ამბები წაიღო საფლავში ამ კაცმა. მე მოგვიანებით გავიცანე მისი კოლეგა ახალგაზრდა მასზე და ექიმი ასევე. და იმენ მოიყვე იმან რაღაცები ბაბუაჩემზე და მალე მოიყვებიო კიდევ შეხვდეთო და მე გარდაიცვალა ის კაციც გადავირიე. და ესე მოხდა ეს ამბავი რომ აი ანუ იმ ბაბუაზე ინფორმაცია საბოლოოდ ვერ გაიგებს. ვერაფერი ვერ გავიგე. ისეთ სასწაულები რაღაც ერთხელ თუ არ ახსენო საფრანგეთში ლოკინები მაჭამესო და ხო საფრანგეთში როგორ მოხდა ვერ გავიგე მეორე სოფლიო ომზე გერმანელების ტყვე აი საოცრებები. ან ქონდა ნახსენები თავის დროზე რაც მაეჭვებდა რომ გაცლებით საინტერესო ესე თქვა პერიოდი გაიარა. მან მალავდა იმიშით რომ მაშინ რო გაეგო. რა თქმა უნდა მალავდა კი. რა თქმა უნდა მალავდა იმიტომ რომ მე ჯოჯოხეთი გაიარა როცა ჩამოვიდა გადაასახლეს ციმბირში. და მამაჩემისთვის უთქვამს თურმე რომ არ გეწყინოს, მაგრამ რომ ცოდნოდ რას გამოვილიდი დაბრუნების მერე არ ჩამოვიდოდი, დარჩებოდი იქო. დარჩენის ვარიანტი ქონდა, როგორც მე მისმა მეგობარო მითხრა, რომელიც ასევე გარდაიცვალა იმ დაცხონოს გვერდთან იმ ექიმმა, ამერიკაში წასვლის ვარიანტიც ქონდა. იმიტომ რომ მოხდა თურმე ამერიკელების საოკუპაციო ზონაში. იქ წასვლის ვარიანტიც ქონდა, მაგრამ შვილი ელოდებოდა შვილი, რომელიც დაიბადა 41 წელს ზუსტად ომის დაწყების დროს და დაბრუნდა რომ შვილი მყავს და ესე მოხდა რომ შვილი ყავს, შენის არა ხარ გერმანელებთან ტყვედ ჩავარდი და აუშვეს მე ციმბირში. დაბრუნდა გერმანიიდან, შეიძლება ამერიკაში წასულიყო, იმიტომ რომ ამერიკაში წავიდა მისი, ესე ვთქვათ, მეგობარი ერთად იყვნენ როცა ტყვეებად ერთად ცხოვრობდნენ. გაბლიანი გვარა თუ არ ვწდები, რომელიც მე ამერიკაში კარიერას იკეთებს სერიოზულს, გონი საერთოდ დაზვერვაში. ხო და ეხოწებოდა წამოდი ჩემთან ერთად და ამას ვთქვას თურმე არა შვილი მყავს და დაბრუნდაო. დაბრუნდა მე გავუშვეს მალე უკრესავით ციმბირში როგორც ბევრს ხო როგორც ვიცით არა იმიტომ ეს არანორმალური დამოკიდებულება ტყვედ რო ჩავარდი მოღალატე ხარ საბჭოთა კავშირთან მივედით და ერთი ასეთი ფრაზა გაქვთ ნათქვამი ყველა ერთს ყავს კარგი ხალხი და ყველა ერთს ყავს ცუდი ხალხი თუმცა ალბათ მეტნაკლებად მაგალითად არ ჯერა რომ ბევრი ნორმალური დადიოდეს ისეთ ქალაქში სადაც ლენინის ძეგლი დგას ადრე დაწერილი და მაშინ უფრო ემოციურად უყურებდი ამას ლენინმა ეხლა რაც სიტყვაზე ეხლა თვითონ ლენინმა მოსკოვი მაგალითად დაანგრია რუსეთის იმპერია ფაქტიურად. ლენინის მიერ მოწყობილმა რევოლუციამ გაატრიალება დაანგრია რუსეთის იმპერია პრაქტიკულად. და მე რუსეთის იმპერია აღადგინა სხვებმა, როგორც ცნობილია, სულ სხვებმა. ხო და შესაბამისად ოღონდაც ნუ ეხლა რა ქნან ეხლა მე მესწრის რაღაც დონეზე ეხლა რუსეთში ხა ლენინი ამოგდონ ისტორიიდან უარგრია თქვა მთელ ამ პერიოდზე ხო 70-იან პერიოდზე რა თქვა უარით არ უნდა ამაზე უარიც თქვა იმიტომ რომ მათი ისე თქვა ისტორიის და დიდების ნაწილია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება და ასე შემდეგ მაგრამ ამ კაცმა რაც სისასტიკეები დაატრიალა რუსეთში ამოხოცა მეფის ოჯახი და საშინელი რეპრესიები და ასე შემდეგ და იმპერიას პრაგმატულად რომ მივდგეთ იმპერიას დაანგრია კიდე მინდა რომ სულხან-საბა ახსენოს და ერთი ძალიან კარგი იგავიავს თუ გახსოვთ ენით დაკოდილი დაცვა დაუმეგობრება გასცდა ხო ენით დაკოდილიო არასოდეს სულხან-საბას იგავები მე რომ მკითხო ერთ-ერთ საუკეთესოდ შექმნა ქართულ ენაზე ათალე შეაგროვა მაგრამ შეგროვებასაც ხო უნდა არჩევასაც ხო უნდა ნიჭი და წოდნა ხო აი ხო და ასეთი კითხვა გვაქვს შვილთან ურთიერთობაში ისეთი სიტყვები თუ გამოგიყენებიათ გული თუ გიტკენიათ შვილისთვის რომელიც იმედი მაქვს არა ვიცება არა თუ არ გასწრები აყოფილა ძალიან მაგარია წესი არა არა გასვლა რას ვარ გქარ დავცხოთ თამაში მიდი დაიწყე გითმობ აუხსნათთან ხო ხო ნუ დიპლომატიაში არის რაღაც ფრაზები რომელსაც ალბათ უნდათ თუ არ უნდათ იყენებენ ხოლმე
ჩვენ ვიტყვით დიპლომატიურ ფრაზებს, რომელიც უნდა გადათარგმნოთ როგორც არა დიპლომატმა, არამედ როგორც მამამ. ნუ ნორმალურ ენაზე მოკლედ, ხო? ხო. აქ ერთ-ერთი ასეთი ფრაზა მოვინიშნეთ. დიპლომატი ამბობს, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორ იტყო და მამა ამ ფრაზას შვილისთვის გასაგებ ენაზე. ანუ კარგი ამ ეტაპზე, ან კარგი აფი არ მოხდარა და გვაცადეთ. ახლა ეგეთი. კარგი, შემდეგი დასრულდა ბრიფინგი, გამოდის დიპლომატი ეკითხება ჟურნალისტთა მიმდინარეობს კონსულტაციები. ეგ ნიშნავს იმას, რომ რაღაცის შანსი არსებობს. ავიწყეთ და რაღაცის შანსი არსებობს რა. გავაგრძელებთ, იმიტომ რომ რაღაც იმედი გვაქვს. აი ახლა მაშინ ისე შვილს დაუბრუნეთ. რაღაცა ამა ჩემმა იციან ხოლმე ბავშვი მე ეს მიყიდა თუ მიგიციათ ხოლმე დაპირება გიყიდი მაგრამ ყიდვაზე არა ზოგადად დაპირები ხართ რამეს არა ხო ითხარით არასოდეს არ დაპირებთ ყველა არაფერს მე მგონია რაც არ მახსენდებოდ ყველა დაპირება იყო რამეს და ყოველთვის ასრულებთ სლადო შენ რა სიტყვია დაპირების ამბავზე სულ მახსენდება ბასტიბუბოს ქონდა ეგეთი სიმღერა ნუ დამპირდებით იმას რასაც ვერ შემისრულებ და იმდენად ცუდად ხდებოდა ყურში ბავშვობაში, იმიტომ რომ მართლა გულწრფელად ვამბობ, მამა ჩემს არასოდეს არ მოუწია ისეთი პირობა, რაც ერთადერთხელ მითხრა, თბილისში ვიყავით ჩამოსვლის სურამიდან ფეხბურთზე სხვათა შორის და მე მგონი აი აქ თავისუფლების მეტროსთან რომ დიდი უნივერმაღი იყო. სწორად მახსოვს, მან ნახეთ რაღაც დიდი პულტიანი მანქანა იყო და შემდეგ ჩამოსვლაზე გიყიდიო. აღარ მახსოვს მე მგონი შემდეგს ვეღარ ჩამოვედით თუ რაღაც. ეგ მანქანა ვერ მიყიდა მოკლედ და აი ეგ მახსოვს მარტო თუ აი უნებრივია. დედა ჩემს და მამა ჩემს მართლა არ მახსოვს შეუსრულებელი პირობა და ვცდილობ რომ მეც ისეთი პირობები მივცე რისი საშუალებაც მექნება. იმ სიმღერაში მე ძალიან ძიმე სიტყვები გრძელდება გული ვეღარ გაუძლებს ლოდისო. ხო. ნასიმოვი. აი ბასტიბუბოს სიმღერაში. აი დაპირდებით. შენ არა ვერცფე ვიხსენებ მე მგონი ეხლა სიმართლე რო გითხრა. რაღაც ალბათ იქნებოდა. გავაგრძელოთ თამ. გავაგრძელოთ. ეს საკითხი დამატებით განხილვა საჭიროებს. ანუ ჯერ ვეფერ ვერ გავიგეთ ამ საკითხზე. ამ ეტაპზე ეს არ განიხილება. შვილს როგორ უთარგმნით? ალბათ არ განიხილება არასოდეს. ხო, ეგ არის, არა. არა. არა და მოჩა. არა, კი. ეს არის პრიორიტეტი ამ მომენტში. ეგრე უცნაური ფრაზა, ეს პრიორიტეტი ამ მომენტში. ნუ ეს უნდა შესრულდეს, თუ არა და არ ვიცით. ეს თუ არ შესრულდა, მაშინ არ ვიცით. გავაგრძელებ, ქონდა კონსტრუქციული დიალოგი. არ გიჩხუბია. და ბოლო იყოს გაიზარდა ურთიერთ გაგება. ერთს ვიტყვი მერე კიდე მე. კაი ბატონო. აღმოაჩინეთ რომ ლაპარაკი შეგვიძლია ერთმანეთში და ნახოთ ახლობით ეგეთი რომ აღმოაჩინეთ რომ კაცჭამები არა ვართ. და ერთ დავამატებ მიმართეთ პრეს-ცენტრს. ანუ ეს უბრალოდ როცა მე რო დავაკოპირე რაღაცა რომ წავუხსეს ამიტომ თავი დამანებით მაგას ნიშნავს მეც არაფერს რა. აი ჩემთვის მიმართეთ პრეს-ცენტრს არის დედა შენს უთხარი. ხო, აი ოჯახში ეგარი. ჩემ შემთხვევაში ეგ არის. ის ყველაფერს მე რაშვაში. ჩემ შემთხვევაში ეგ არის ზუსტად რაღაცას რომ ხდა დედიკოს უთხარი და პრეს-ცენტრი მერე შესაბამის პასუხს აძლევს. ხო, დედიკოები არიან პრეს-ცენტრი, ხო? კი, დედიკოა პრეს-ცენტრი. და ზუსტად ეს დიალოგი მიდის ხოლმე მერე პრეს-ცენტრთან. ისტორია ხომ არ გაგახსენდა თამასობაში? ბისმარკა გაუჩალიჩ, როცა ბისმარკი გადაყენების საკითხი დადგა, ალბათ უდიდეს დიპლომატი. მეფესთან მოვიდა შელაპარაკება, იმპერატორთან მოვიდა შელაპარაკება, ეს იმპერატორი ვილჰელმ მეორე. ვის დროსაც დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და ის რაღაცა წერილი უდე ბისმარკს და მოკიდა ხელი და ისე გაწია, რომ იმას დაენახა, რომ და იფიქრა, რომ რაღაცას მიმალავსო და მომეციო, ბისმარკი არ აძლევს. აგია თუ არა მომეციო ბოლოში მისცა და გახსნა კითხულობს და იწერება ამ წელს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მესამე და წერილში წერს, რომ თქვენი იმპერატორიო გერმანელები ძალიან უზრდელი ბიჭიაო. ანუ გაუჩალიჩა რომ ეს წაიკითხა. ისე გაუკეთა. ეგ ერთი საინტერესოა. მეორე გაუჩალიჩა სტალინმა რიბენტროპს, ძალიან საინტერესოა. რიბენტროპი ერთხელ ხო ჩავიდა მოსკოვში და გაიყვეს მაშინ ბალტიისპირეთი, პოლონეთი და დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, როგორც ცნობილია, ხო? ორივე მიიტაცა ეს ტერიტორია. რომ მიიტაცა ეს ტერიტორიები, მეგობრები არიან ახლა მაშინ გერმანიათა პირველ კავშირი, როგორც ცნობილია, არგასთანა დიდხანს მეგობრობა, მაგრამ 2 წელიწადი მეგობრები იყვნენ ჩაულებრივად, ხო? თითქმის 2 წელი. და მეორე წელიწადის მე რიბენტროპი და შეხვედრის მერე გაიმართა კეიპი. და კეიპის დროს სტალინმა დაისა ადგილზელა რომელიღაც თავის მთავრობის წევრი
და მე ადგილზეა კაგანოვიჩი თავრობის წევრი თავის რომელიც ებრაელია და სპეციალურად მე ვიდა იბენტროთა მიუჭახუნა რომ აი ძუა და ალევინე სპეციალურად ებრაელის ადგილზეა სპეციალურად გავუკეთე ესე ხო და ეგეთი ყოფილი ეგეთი შემთხვევები რა ესე წაკმენდნენ ხოლმე ერთმანეთს რა თქმა უნდა ხო და ეხა უამრავი ისტორია ეგეთი უხეშობა ეხა დიდი დიპლომატებისგან რომელთაც ეხა მე ვსწავლობ უზრდელობა უხეშობა ეს კი იყო რა თქმა უნდა მაგაზე ანეკდოტს ყვებიან იმაზე ხო იცი ლავროვზე ყვებიან ანეკდოტს ხო იცი ლავროვი გამორჩა უხეშობით ხო და ანეკდოტი არის რომ ქვემას 80-იან წლებია და გრომიკოვა მინისტრი და დაუძახა ვიღაც სტაჟიორს და სტაჟიორს უთხრა რომ ბიჭო ვიღაცა აფრიკული ქვეყანაო პროტესტს გიცხადებსო რა და დაწერე პასუხიო და სტაჟიორმა დაწერე პასუხი ხო და გრომიკოც დაუძახებს და ყველაფერი სწორედ არისო რა მაგრამ მოიცი რომ მაიმუნს რო წერო მე ესა შავ მაიმუნს რო წერო არ გვინდაო შავი მოაშორო და მარტო მაიმუნი იყოსო რა ხო და იზიტი ვჟუ ეს არ გინდაო და ზ იყოსო რა ხო ის უკავეს და დარჩენ ყველაფერი კარგია ამ ხანოგო ლავროვო ხო აღმოჩნდა ეს ლავროვი იყო ეს ახლა იქ მომენტი იყო ისე ლავროვი მუშაობდა მართლა გრომიკოსთან მოიცი აი დავთვალოთ ეხლა წესი იქნება კი არა წესი არა მე მგონი რა თქმა უნდა თავისთავად ეს ლეგენდას გაპარია მაგრამ ვერ მოესწრებოდა გრომიკოს ვერ მოესწრებოდა ის უფრო 80-იანების ბოლოს კადრია წესით ვერ მოესწრებოდა ასე რომ რა თქმა უნდა ეს თავიდან ბოლომდე არის უბრალოდ ეს გრომიკო რომელიც გამოირჩეოდა უხეშობით და ესე თუ იმითი კაცრი ტონით დაუკავშირებს ლავროს რომელიც აი აგრძელებს გრომიკოს სკოლას ეს მოუღუშული თუმცა კაცრი გამომეტყველება და მაგით თუ გაჩნდა გურჩას ეს ანეკდოტი რა. ერთი კითხვა აუცილებლად დავსვა, რომელიც არ ეხება თქვათ მამების დროს და ეს. ერთ-ერთ პოდკასტში, მწარე პოდკასტში, არაჩვეულებრივ პოდკასტში. ნიკა ხობერეცი. ნიკასთან, ხო. საუბრობთ მეორე მსოფლიო ომზე და ამბობთ საინტერესო რაღაცას, რომ მთელი მსოფლიო თulis რომ მხოლოდ გერმანია იყო ამაში დამნაშავე, რადგან დამარცხდა და ისინი ძრწიან იმაზე, რომ მეორე მსოფლიო ომის ბევრი ბრალდება მათ აქვთ და აღიარებენ ყველაფერს, მიიწერენ. და სხვა აღიარებს არაფერს. საინტერესო რაღაც სამოთ, რომ გერმანელ კოლეგებთან საუბრისასო რაღაცაზე რომ მithქვამს, რომ აი თქვენ არაფერ შუაში იყავით რაღაცა კონკრეტულზე ძრწიანო. არა, ხო, მე არ ვუბრუნებ თქვენ არაფერ შუაში იყავით, ვუბრუნებ ყველაფერი თქვენი ბრალი არ იყო, ამაზეც კი ელესვენეთი ემართებოდა. ხო, აი მაგაზე რო გითხრათ, ანუ ვინ იყო კიდევ ბრა, ვის გამო მოხდა? თან რიბენტროპი ახსენეთ და ისავ სამ ადამიანს ჩამოთვლია, თქმა უნდა. სამი, რა თქმა უნდა, ჰიტლერი პირველი მაინც, მეორე მე მგონი ნევილ ჩემბერლენი რომელმაც თავიდან უოზრო დაუთმო ბევრი რაღაცა, მე უცებ აღარ დაუთმო პოლონეთზე და რა თქმა უნდა სტალინიც, იმიტომ რომ ეხა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს გაუხსნა ხელი, ხო, მეორე მსოფლიო ომის დაწყებას, ასე რომ. ყველაფერი ეხა ერთ კაცს ერთ ულვაშას მიაწერო, მოკლე ულვაშით იმას მიაწერო და სხვა ულვაშიანებს არ მიაწერო, არ გამოვა ესე მარტივად, ხო? მაგრამ დამარცხებულებს წერნიან ყველაფერს როგორც ცნობილია. და გამარჯვებულებს არასამართლე. რა თქმა უნდა, ვერასამართლე. ვერასამართლე, ეგ არის კი. სხვათა შორის ძალიან კარგი ფილმია მიუხენი ქვია თუ სწორად მახსოვს ჩემბერლენის ვიზიტებზე როა Netflix-ის ის არის ხო? ხო არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადაღებული არის ხო ცოტა ბოლოში ფანტაზიაა რომ ჩემბერლენს ჩაფიქრებული ქონდა სპეციალურად ეს ყველაფერი გაიშშლებია ჰიტლერის საგარეო პოლიტიკა მაგრამ აი არ ვიცამდე მართალია ფაქტი არის ის რომ ალბათ ყველაზე უფრო ცუდი დიპლომატიაში არის არათანმიმდევრულობა თავიდან რომ ჰიტლერს რაღაცა ესები დაუთმეს ეხლა მაგალითად აი მოკლედ ვიტყვი ნუ ჩეხოსლოვაკია დაუთმეს ჩეხოსლოვაკია იყო ერთ-ერთი დემოკრატიული სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი იყო იოლად დასაცავი, ძალიან ძლიერი არმია ყავდა და მაშინ გერმანიის არმია ჯერ კიდევ სუსტი იყო და ფორტიფიკაციებს ჰქონდა გერმანიასთან საზღვარზე. მესამე ჩეხოსლოვაკიასთან ალიანსი ჰქონდა საფრანგეთს, ანუ იურიდიული ვალდებულებაც ჰქონდა რომ დაეცვა. და როცა ჩეხოსლოვაკია დაუთმეს ჰიტლერს და შეარჩინეს ყველაფერი, მერე ჰიტლერი არ ელოდებოდა რომ პოლონეთის გამო ომს დაუწყებდნენ. აი ეს იყო მისთვის გაუგებარ და ლოგიკური ჰიტლერი პოლონეთი რაღაც ხვეც. ჩეხოსლოვაკია დამთავრდა ყველაფერი, ძალთა ბალანსი დაინგრა ჩეხოსლოვაკიის გადაყლაპვის შედეგად. თითქმის მთლიანად წაიღო ჩეხოსლოვაკია მერე ნელ-ნელა. ხო და მე გავუგვერდა ამ კაცს პოლონეთის გამო მეჩხუბებითო და პოლონეთი მანამდე რაღაცებს ჰიტლერს ფარს უჭერდა ეგ არის საინტერესო პოლონეთსაც ხო წაართო ჩეხოსლოვაკიას გამო ისე საქმე პოლონეთი მანამდე ანგელოზივით არ იქცეულდა არ იყო დემოკრატიული ქვეყანა საერთოდ სამხედრო დიქტატურა იყო ჩვეულებრივი და ჰიტლერი დაფიქრდა ეხა რაღაც ამბავში ლოგიკას მიყვებოდა ჩეხოსლოვაკია რომ მომცეს იმის გამო ხორ დამიწყებენ ჩხუბს თან ჩეხოსლოვაკია გაცილებით იოლი დასაცავია და უცებ იმის გამო გამოუცხადეს ომი დაბნეული იყო ძალიან სერიოზულად ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი დიპლომატიაში საჭიროა თანმიმდევრობა. კი. შვილის აღზრდაში რამდენად საჭიროა თანმიმდევრობა. ანუ რას გულისხმობ? აი თქვენ თქვით რომ რაღაცას რო აძლევ, მე იმის საპირწონედ რაღაცა არ უნდა დაუთმო.
აი თქვა ჩეხოსლოვაკია არანაირი ლოგიკით არ უნდა მიეცათ და პირიქით პოლონეთი უფრო უნდა მიეცათ ლოგიკა. აი შვილთან ურთიერთობაში რამდენად საჭიროა ეს თანმიმდევრობა, რამდენად ზომიერად უნდა მივცეთ რაღაც, რამდენად ზომიერად პარალელსავლებ ხა შენ. ძალიან დიდი კი, დიდი ამპლიტუდა. მოდი მარტივად, რამდენად საჭიროა შვილთან ურთიერთობაში თანმიმდევრობა? აღზრდის დროს. საჭიროა რომ არ დაიბნეს ბავშვი, ხო? ერთ დღეს ერთს რომ მოთხოვდა, მეორე დღეს მეორეს, ეს ძალიან ცუდია, კი, ძალიან საჭიროა თქმა უნდა. ხო და რო სიგნალები გაიგოს რა გინდა მისგან, რა გინდა შენ მისგან, ეს იცოდეს, საჭიროა თანმიმდევრობა, კი. და სიწყნარე, წყნარი ტონი რა თქმა უნდა. აგრესია ბავშვს ძალიან თრგუნავს რა თქმა უნდა. და ეხა ერთხელ მახსოვს რაღაც გაუბრაზდი და ესე ლოგინში წვა ჭიჭკინებდა და წაიღო ტვინი და ეს იმფრინდა და რაღაცა ხელი მიარტყა გონი კედელზე გაიფხაჭნას და მეორე დღეს უთქვა მგონი სკოლაში თქვა რომ მამაჩემ სისხლი მადინაო გამიწყრაგული გამისტავს სკოლბეთკი აგმეთქვეთ რა არ ფიქრო რა მე ხო იმან გუწფელა თქვა რა ეს სისხლი მამაჩემის გამო სისხლი მამაჩემის სისხლი მადინა რაღაცა ეგეთი წეღა რო თქვი ბაღში ვმუშაობდი მეთქი ბატონო თორნიკე საკმაოდ ისეთი ოჯახის შურები დადიოდნენ ცოტათი ძვირიანი ბაღი იყო და ერთ-ერთი პატარა გოგონა დაყავდა დაცვას 1-4-5 კაცი მოდიოდა ხოლმე. და ერთ დღესაც დედამისი იშვიათად მოდიოდა ხოლმე. ხედავ დედამისი მოვიდა და დაცვა უფრო მეტია იქვე. მეთქი ნუ რაღაც ხდება და დედამის თალკე მოყვა დაცვა. ხო, რაღაც ეგეთი და რა ხდება ხომ მშვიდობაა მეთქი და აი ბავშვმა მითხრაო რომ მიშომო სიმინდი დაყარაო ოთახშიო და მუხლებით დამაყენა ზედო. ხო და ხედავ რომ ეს დაცვა მოდის რომ ნუ გაგლეჯილი ვარ შუაზე მინიმუმ. გავთეთრდი გამწვანდი გავალურდი მე საიდან მოიფიქრა ხო ეგეთი რა სად იყო სიმინდი დაიყარა და ხო და მე რომ მიხვდნენ ეხა რომ არ ვიყავ მე ვიცოდიო და დარწმუნებული ვარ მაგრამ ამის გასაგონად მაინც ნაწილი მოვიდა რომ დაეჭირე იქვე და ხელი გადაიქრა რაღაც ეგეთი მაინც მოვედიო რომ მასთან ერთად და რატომ მოიწონა აი ეს არის ხო და გითხრა ბოლოს რა გაირკვა რა რომ თურმე ბებიამ წაუკითხა ზღაპარი სადაც იყო რომ მე მგონი კონკიაშტ რაღაცაში იყო რომ სიმინდის მოკრეფის ის იყო ამბავი რა მობოჭვის ძირიდან. ხო და მე ამან დაუკავშირა რომ აი მიშომო დაყარაო სიმინდიო და მუხლებით დაგვაყენა ზედო და შემწამებელო. არა ეს ახლა ჩემო სისხლი მადიდაო. ეგ გამახსენდა. ბავშვი დაცვით ადის მე მგონი რა ვიცი მე არავის საქმეში არ ვერები მაგრამ ხა მაგას გამახსენდა ხა როცა მახსოვ ჩემ შულს მიიღო 2003 წელს იყო და მაშინ ჯერ კიდე ისეთი სიტუაციები ეხლა საყვებიან მე მგონი გასა ხო როგორ არ დაყვებიან ჩემ შულს რომ მიიღო მახსოვს პირველად ამერიკაში უნივერსიტეტში კამპუს ჩიკაგოში ორი ჩემუნდას მივათრევთ რა ხო და მივყვი მიმიხარი ხარ დავეხმარე ბავშვი გადაბარგებაში მეთქი და ხედავ ვიღაც ბავშვი მოგორებს ერთ ჩემუნდას ვიღაც ბიჭი მისი ასაკეს ჩემოშვილი მომიტრიალდა და ის ვინ არისო უკვე იცოდეთ მეც მიწერ მოწერით ვინ არის მეთქი მიესალმა ბილ გეიცის შვილიაო ის იქ სწავლობდა და მარტო მოვიდა მამის დაცვა კი არ მოყოლია ბილ გეიცის შვილს ხო და მეთქი აი მაშინ კიდე უფრო დაფიქრდი იმაზე რომ აი ეგეთ რაღაცა უნდა ისწავლოს. ეგეთ რაღაცებს უნდა ესე თქვა გავამახვილო მეტი ყურადღება მეთქი რა ვიფიქრე რა კიდე უფრო მეტი დამოუკიდებლობა ჭირდა მეთქი ვიფიქრე მაშინ. როდის გახდება ჩვენ ქვეყანა ეგეთია? რა მაგარია. მართლა აი რაღაცა. ბილ გეიცის შვილობა და ეგრე მარტივად. ხო ძალიან მარტივად მოვიდა თვითონ ერთი ჩემოდნით ჩვეულებრივად ეცვა არაფერის ეს ასწავლი რა დაცვა რის დაცვა όμως მე ცხოვრობდა კამპუსში რასაკი ბინექი რა იქ ცხოვრობდა მე რა ნუ ეხლა რაღაცები მაინც ეხლა ხო ბოლომდე შეძლებული ოჯახის შვილი ბოლომდე სხვებში არ აითქვება ბატონო თორნიკე ძალიან დიდი მადლობა ძალიან ვისი ამბობ და რა ვიცი მემეც საშუალება მომეცა რომ ვილაპარაკო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან რამეზე და ვინმეზე აი ეს სიტყვებია ყველაზე მაგარი ამ გადაცემის ასე ვთქვათ კულმინაცია ესე იგი ოჯახში დიპლომატიაც საჭიროა რო იცოდე კონფლიქტოლოგიაც საჭიროა რო იცოდე კონსპიროლოგიაც საჭიროა ყველანაირი ლოგია სიმინძე ვარ დააყენონ მუხლებით ხო ყველანაირი ლოგია საჭიროა ოჯახში ხო კი ბატონო და ძალიან დიდი მადლობა სტუმარს მას პინძელს გრანდ თბილისი საოცარი გარემოთი და საოცარი თანამშრომლებით რაც მთავარია და მადლობა Suti-Powers, მადლობა Nemos, მადლობა დიდგორს თავის შუა საუკუნეებიანი გარემოთი და ძალიან კარგი ლუდი სხვათა შორის, აი მაგარი ლუდია. ამიგდალა შემოშლა. ხო, ვერ დაინახავს. არა, ღვინოზე ვარ კაცო. ხო, ღვინოც კარგია სხვათა შორის, ასე რომ და რა თქმა უნდა, მადლობა რადიო ფორტუნას. და მადლობა ვინც გვიყურა და თუ გამოიწერა კიდე ორ მაგათ მადლობა. სულ კარგად დათებოთ. ავადროი.